საღამო მშვიდობის ყველას, მოვედი ჩემო ძვირფასებო, მოვედი. აბა როგორ ხართ? როგორ ჩაიარა დღე? ორი დღეა ვიღებ ჩემო ძვირფასებო, დროის კარდს და რატომღაც ვდებ ისე ვუყავ. ერთი დღეს უნდა გამოვიკითხოთ. გუშინ ამოვიღე და არ ვისარგებლე. გუშინ წინ ამოვიღე თუ როდის იყო იმის წინა დღეს და არ ვისარგებლე. ეხლა უნდა გამოვიკითხო. აი მოვიდა მორიელიც. მორიელ როგორ ხარ? ჩემო ძვირფასებო, მოვიდით თქვენთან. ავანთოთ სანთელი, ხო? პირველ რიგში ავანთოთ სანთელი. რომ ენერგიები, მეგობრებო, ენერგიები გაიწმინდოს. კარგა ხანია თქვენთვის ცვილის გამოყენება. ცვილი არ გამომიყენებია, მაგრამ ერთ დღეს მოვიხერხებ როგორმე ჩემო ძვირფასებო, ასე რომ მაპატიეთ. ეხლა როგორც ყოველთვის მოგესალმებით. მოგიკითხავთ დიდი სიყვარულით. უღრმესი მადლობა ყველას ჩემო მეგობრებო, ასე რომ გაიხარეთ. აბა როგორ ჩაიარა დღე? ვისთან როგორ ჩაიარა დღე მეგობრებო? გამარჯობა. სალამი ყველას. დღეს გვექნება ესეთი საჯარო ლაივი. ვის არ აძლევთ მოსვენებას და რატომ? ესეთი იქნება ჩვენი დღევანდელი ლაივი მეგობრებო. ღამე მშვიდობის, საღამო მშვიდობის მეგობრებო. ხო, ვისთან ღამეა და ვისთან საღამოა. ჩემთან ჯერ საღამოა. ჩემთან არის 11-ის 20 წუთი, 20 არა 15 წუთი. გაიხარეთ თქვენც ასევე საღამო მშვიდობის იუზერ. მეც ასევე, თქვენც ასევე მეგობრებო. მეც მიხარია თქვენთან ერთად ყოფნა აქ შემოსვლა მიხარია. რო არ მიხაროდეს არ შემოვიდოდი მეგობრებო. აჰა, აბა ჯგუფის წევრებო, თანაკურსელებო, თანაჯგუფელებო. გავერთიანდეთ. მეგობრებო, კახაბერი თუ იცით საით არის? თუ აქ კახაბერი რომელიმე თუ ხარ აქ, ნიშანი მოგვეცი მაინც ადამიანო. თუ სახელი შეცვლილი გაქვს და ისე ხარ მოსული. ხო. კახაბერ. ჩემო ძვირფასებო, ჩვენი დღევანდელი საჯარო ლაივი თემა არის ლაივი კითხების გარეშე, კითხვების გარეშე. ეს ერთი სათაური. მეორე ქვესათაური არა და მთავარი სათაური დღეს ჩვენი ლაივის არის ვის არ აძლევთ მოსვენებას და რატომ? ვინ ნერვიულობს თქვენზე? თქვენს გამო ვინ ნერვიულობს? დადებითად თუ უარყოფითად? ესეც გავარჩიოთ. გავარკვიოთ. დადებითად ნერვიულობენ თუ უარყოფითად მეგობრებო? ხო. ზუსტადაც აქ დავდოთ ჩვენი დასტა. იმედია ყველანი მზად ვართ, არაფერზე არ ვინერვიულოთ, დასხედეთ, მოეწვეთ, განეწყვეთ მეგობრებო. ვის ჩაი, ყავა, ცხელი შოკოლადი, ვისაც კიდევ ნაბეღლავი,
და დავიწყოთ, კარტი ამოვარდა. წარმატებები ყველას, წარმატებული ლაივი და კარგი ამბების მოსმენა. თქვენი ენერგიები, მეგობრებო, დავიწყეთ თქვენი ენერგიები. კარტი ვერავიღა, მეგობრებო. ისე და ისე დაღლილები ხართ. მაგრამ დიდი სიყვარული გაქვთ გულში. გული მაინც თბილი გაქვთ. თქვენ ხართ ის ადამიანები, რომლებიც ენერგიას მაინც პოულობთ. ადამიანები, რომლებიც ნახეთ რა წერია, დასახმარებლად ყოველთვის მზად ხართ სხვისთვის. რაც არ უნდა დაღლილები იყვეთ, რაც არ უნდა ძალა გამოცდილები იყვეთ, სულ რო კვდებოდეთ. აი ვინმეს თუ კი ჭირდება თქვენი დახმარება, მეგობრებო. აი სასწაულები ხართ მეთქი, ხო ვამბობ. აი ცოცხლდებით, მკვდრეთით. ხა და ყველაფერს გააკეთებთ. უცებ ენერგიაზეც მოდიხართ. საკუთარი თავი გავიწყდებათ, რომ ცუდად ხართ. ვის შეგიძლიათ სიყვარულის გამომჟღავნება? ვის საჩუქრები შეგიძლიათ? აი მინდა რომ გაჩვენოთ. აი ასე მეგობრებო, ნახეთ. ვინ საჩუქრები, სიურპრიზები, ემოციები, ვის სიყვარულს გასცემთ მაინც, მეგობრებო, მიუხედავად დაღლილობისა. ვინ შურდულივით გაიქანებით დასახმარებლად წამებში, წამოხტებით. მეგობრებო, დიდთან დიდი ხართ, პატარასთან პატარები ხართ. აი ესეთები ხართ, ჩემო ძვირფასებო. კი. აი რაღაც საჭირო ენერგია მაინც გაქვთ. სად შობილობთ არ ვიცი. სად პოულობთ, სად შობილობთ, სად იტენებით, ხებულობთ ამ ენერგიას, სად ივსებით ამ ენერგიით, მეგობრებო. მე არ ვიცი. იქნებ უთხრათ ერთმანეთს. რომ გაითვალისწინო, ჩემ ძვირფასებო, მე ვიტყვი ერთს. მე ვიცი ახლა თქვენ საიდან ღებულობთ ამ ენერგიას. გეფიცებით, აი ამ ყველაფრით, ამ დაღლილობით, მაინც თქვენ რო ამ სითბოს აძლევთ, ამით ივსებით, მეგობრებო. ბატონო, თქმა და კარტი, თქმა მინდოდა და გადმოვაბრუნო და აი ზუსტად ცხოვრების სტიმული ხართ ადამიანების. აი ხო დაღლილები ხართ, მეგობრებო, მაგრამ აი ზუსტად ამ დროს, ამ დაღლილობის დროს, რო თქვენ აძლევთ ამ მეგობრულ სითბოს, სიყვარულს, ამ ძალას, სხვებს, აი ამით იღდგენთ თქვენს ენერგიას, მეგობრებო. კი. ნამდვილად ასეა. მე ვიცი, მაგრამ ბევრმა თუ იცოდით, ისაა საქმე. თქვენ თუ იცოდით ბევრმა, თქვენთაგანმა თუ იცოდა ესაა საქმე. იქნებ ბევრმა არ იცოდით, მეგობრებო, და იცოდით, რომ ასეა. აი აქედან, ზუსტად. რაც არ გკლავთ, გაძლიერებთ. ზუსტად. კიდევ თქვენი დღევანდელი ენერგიები. დრო. დღეს ბევრი თქვენთაგანი, აი კიდევ პირველი კარტით. ტკივილებს იშუშებდით. დღეს ბევრმა თქვენთაგანმა შეიძლება ყავის დალევის დროს რაღაც განტვირთვა გააკეთა, ან ჩაის დალევის დროს, რაღაც დრო გამონახეთ საკუთარი თავისთვის. დღეს კი გამონახეთ დრო საკუთარი თავისთვის, რომ საკუთარ თავს რაღაც ასიამოვნეთ. დღეს განსაკუთრებულად, რაც აქამდე კარგა ხანი არ გაგიკეთებიათ საკუთარი თავისთვის, დღეს ის გააკეთეთ. ვინ რა გააკეთა? იქნებ ვინმე შხაპი მიიღო დაწყნარებულად, სულდათქმულად, აუჩქარებლად, აუხელვებლად. ვინ საკუთარ თავს მიხედა, ვინ გალამაზდა, ვინ რაღაც და ვინ რაღაც, მეგობრებო. გაიხარი ანა მარია. უღრმესი მადლობა ყველას, მეგობრებო, არ მენანება, აი გეფიცებით. შულს გეფიცებით არ მენანება. თუ კი რაიმეს ვაკეთებ თქვენთვის და თქვენ ეს სასიკეთოდ ამ ყველაფერს იყენებთ, გეფიცებით არ მენანება.
მესმის, მჯერა, ჩემო ძვირფასებო, მჯერა. აი, მინდა რომ ისე დავჯდე, მეც რომ აი დავინახო თქვენი ცოტა ზოგჯერ წარწერები, მეგობრებო, კომენტარები. თქვენც ასევე სათითაოდ ყველამ გაიხარეთ, მეგობრებო. რა გულითაც მე დაგლოცავთ, იმ გულით მე უფალმა მამყოფოს მთელი ცხოვრება, მეგობრებო. რა გულითაც მე კარგი მინდა თქვენთვის, იმ გულით მატაროს მთელი ცხოვრება უფალმა. კარგით, გავაგრძელებ ახლა. თქვენი დღევანდელი ენერგიები. გაიხარე ანა მარია. ხო. დღეს ბევრი ფიქრის დრო გქონდათ თქვენს, მეგობრებო. თქვენ გქონდათ დღეს რაღაცის დრო გქონდათ ფიქრის, დრო გქონდათ საკუთარი თავისთვის, დრო გქონდათ რაღაცისთვის, რომ თვითცნობიერებიათ თქვენი ცხოვრება. გაიხარეთ, მეგობრებო. ძალიან მიხარია. ხო, მეგობრებო, ნახეთ, დღეს თქვენი ზოგიერთმა თქვენთაგანმა დღეს ფიქრში ცოტა რაღაცნაირი სიმხურვალე იგრძენით. თითქოს გაბრაზების სახით იყო, თითქოს რაღაც ეს ნიშანი იყო ამ ყველაფრის. აი, რაღაც განსაკუთრებული შეგრძნება გქონდათ ფიქრის დროს, მეგობრებო. აი, თითქოს აი რაღაც გრძნობები გაცოცხლდა, აი აგაელათ, აი აელვება იყო, აი რაღაც ისეთი წამოსულა იყო, აი ფეხის ფჩხილიდან თმის ბეწვამდე რო იტყვიან დამიარაო. აი რაღაც ესეც გრძნობ, მეგობრებო. არ ვიცი, მაგრამ ესეც გრძნობ მე თქვენს ენერგიებში დღეს. კიდევ აბა რა იყო? გაიხარე. კირჩხიბი, გაიხარე. მესი მადლობა ყველას, მეგობრებო. მოგმესი მადლობა. თლათ ესეც არ შეიძლება, ჩემო ძვირფასებო. თლათ ესეც არ შეიძლება, დამოკიდებული ნუ გახდებით ამ ყველაფერზე, არ შეიძლება, მეგობრებო. ხო, კიდევ. თქვენი ენერგიები კიდევ დღეს, ხო, აი ხო გეუბნებით, სიბრაზემ წამოგიარათ დღეს. მეგობრებო, სიბრაზის სიმხურვალემ წამოგიარათ დღეს. კიდევ რა იყო დღეს? ხა, ეხლა მე თქვენს აღწერას ვაკეთებ. თქვენს რჩეულზე ჯერ არ გადავსულვარ. მეტეორიტი იყო დღეს. რაღაცას მიუახლოვდით დღეს. რაღაცა იყო დღეს, მეგობრებო, განსხვავებული კი. წარსულზე ფიქრის, რაღაც წარსულზე ძალიან დარდობთ. რაღაცა წარმოიდგინეთ ფანტაზიებში წარსული. ან შეიძლება წარმოიდგინეთ ის, რომ წარსულში როგორ დაფრინავდით ფანტაზიებში. ხო. აბა კიდევ რა, ვაიმე, ვერ ვხსივარ, რაღაც ვერ ვარ კარგად აქ მოკალთებული. კიდევ რა ხდებოდა დღეს? ბევრმა თქვენთაგანმა, მეგობრებო, საკუთარი თავი ირწმუნეთ დღეს, თუ რა იყო? ჩემო ძვირფასებო, რაღაც გარდასახვა მოხდა დღეს, ჩემო მეგობრებო. რაღაც თუ ატყობთ დღეს, რაღაც სხვანაირი დღე იყო თქვენთვის. აი საკუთარი თავის რწმენა, აი ერთი ნაბიჯით წინ წახვედით ამ სფეროში, საკუთარი თავის რწმენა, მეგობრებო. თავდაჯერებულობა. რაღაც გაცოცხლდა თქვენში, რაღაცას დაიბრუნეთ დღეს. კიდევ? ხო. კი, მეგობრებო. ძალიან კი ეცადეთ და კიდევაც გამოგივიდათ. ხო.
რაღაცას აი იცით როგორი დღე გქონდათ წარსულს და ახლანდელ დროს ადარებით ერთმანეთს. აი ზუსტად ანა მარია. აი ზუსტად. თქვენ უნდა მიყუროთ მე მეგობრებო, სამზარეულოში რომ ვფუსფუსებ. ყველაფერს ერთად ვაკეთებთ, ცეკვით. სიმღერით. გავალ წავიცეკვებ, გამოვალ წამოვიცეკვებ, სადაც მუშაობ დიდი სფერო მაქვს სამზარეულოში და შენი ჭირი მე თქვა. ხო. წარსულს და რაღაც ახლანდელ დროს ადარებდით ერთმანეთს მეგობრებო. და აი მიხვდით ის რომ წარსულში რო იყავით ისეთები აღარ ხართ და მიხვდით რომ უფრო თავდაჯერებულები ხართ და უნდა იყვეთ. იმდენი რაღაცა გაიარეთ, თქვენ უკვე არაფერი აღარ გაშინებთ. ამიტომ უფრო მეტი თავდაჯერებულები გახდით მეგობრებო. თურმე რა ყოფილ ვარ, თურმე რა გამივლია, თურმე რა გადავიტანე, ის რა იყო და ეს რა არის. აბატონო. ეს იყო დღეს. ხო. შენ იცი ანა მარია ეს როგორ გეხმარება ადამიანს ტაშპანური და ცეკვა თამაში? ხო. იცი როგორ ეხმარება ადამიანებს? ძალიან. ხო. მეგობრებო, დღეს ერთმა ჩემმა გამომწერმა ადამიანმა, რომელიც ჩემთან იყო პირად გაშლაზე, მომწერა ესეთი რაღაცა და მე სურათიც დადე. მეგობრებო, თქვენ იცით რომ სამუშაო სფერო მაქვს ერთი ეს TikTok-ი, იმპერია, აი ეს და ერთი მაქვს ძველი YouTube-ი, რომელზეც ეხლა რო დამიბრუნეს და მუშაობ. იცოდეთ რომ სხვა მე არაფერი არ მაქვს. არსად არ ვარ სხვაგან, ასე რომ თუ კი გექნებათ რაიმე გვერდიდან შემოთავაზება, იცოდეთ რომ მე არ ვარ. მე არავის არ ვწერ, მე არავის არ ვურეკავ, მე არავის არ ვთავაზობ არაფერს და ზოგადად თუ კი ვინმედან ესეთი რაიმე იქნება, სთხოვეთ რომ ხმოვანი პოსტით გიპასუხოთ. ხმოვანი შეტყობინებით გიპასუხოთ მეგობრებო და დარწმუნდეთ რომ მე ვარ. მე არ ვარ მეგობრებო, იცოდეთ? კობრალი თუ კაბრალი, კითხვებზე პასუხი არ მაქვს. ხო, ასე რომ იცოდეთ მეგობრებო, რაც არ უნდა მოხდეს, მე არ ვარ. ხო. კარგით, გავაგრძელებ ახლა. თქვენი ენერგიები კიდე ცოტა რამ თქვენ შესახებ. ეხლა როგორ ხართ მეგობრებო? ბედზე დამოკიდებული, ბედს მიანდეთ ყველაფერი. აი ზუსტად მეგობრებო. აი მეგობრებო. იმდენად დაიღალეთ ამ ყველაფრით, რომ ყველაფერი მიანდეთ ბედს. ერთი და იგივე ბედის ბორბალი ტრიალებს, თაუბრუ და მეხვალ რო იტყვიან და დაანებეთ თავი. აღარ გვინდა და ყველაფერი მიანდეთ უფალს. სალამი ნინი, მოგესალმებით ყველას მეგობრებო. თუ ამოგვივა ისედაც ვიტყვი, ჩემო ძვირფასებო. თქვენ შეგიძლიათ სანამ ლაივს დავიწყებთ, საკუთარ თავთან დასვათ შეკითხვა, ან ზოგადად თუ გინდ თქვენს პარტნიორს დაუსვით თქვენთვისვე შეკითხვა. ნებისმიერი შეკითხვა დასვით მეგობრებო ლაივის დაწყებამდე. და ლაივის ბოლომდე თქვენ სასურველ პასუხს აუცილებლად გაიგებთ. აი გარწმუნებთ, აუცილებლად დაახლოებით პასუხს გაიგებთ. ხო. ჩემი პასუხი ცუდად არ მიიღოთ მეგობრებო. გაიგეთ კიდევ როგორ იყო თქვენი დღევანდელი დღე? არა, ახლა როგორია თქვენი ყველაფერს აკონტროლებთ. თქვენ აკონტროლებთ იმ ადამიანებსაც, ვინც თქვენ ცხოვრებაში ცხვირს ყოფს.
ან კიდევ ესეთი ადამიანები გაკონტროლებენ მეგობრებო, ცხვირს ყოფენ თქვენ ცხოვრებაში. ადამიანები, რომლებიც კონტროლის ქვეშ ყავხართ ყველას რა, ალბათ ბევრი არიან. ხა. რადგან ესე დამირჩა ნათქვამი, ალბათ ბევრი არიან. 1 არა, 2, 3 და კიდევ ბევრი. ბევრი არიან ადამიანები, ვისაც თქვენი ცხოვრება აინტერესებს, ვისაც საკუთარი ცხოვრება არ აქვს და თქვენი ცხოვრებით ცხოვრობენ. ესეთი არიან უპასუხისმგებლო ადამიანები. ხო და კიდევ 1-2 სიტყვა, რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა ვიყურო. ხო. როგორ იყო თქვენი დღე? მეგობრებო, არაფრის არ შეგეშინდეთ. არაფერზე არ იდარდოთ. არაფერზე არ ინერვიულოთ. სიმართლეს არ გაიქცეთ. გაუსწორეთ თვალები ყველაფერს. აი გარწმუნებთ. მიიღეთ სიტუაცია, გიყურებენ, გიყურონ. გწყევლიან, გწყევლონ. კრულვონ, თუ როგორ ითქმება, ხო. ანუ სიტუაცია რაცაა, მიიღეთ ეს, ამაზე თქვენ არ ინერვიულოთ. ვუი იმან რატო დამწყევლა, ვუი იმან რატო ცუდად შემხედა, ვუი იმას რა უნდა და ნეტა იმან რა. ესეთი რაღაცები არ იფიქროთ მეგობრებო. იყავით სრულყოფილები. მეგობრებო, თქვენი პოზიცია. იყავით ბედნიერები, იყავით სრულყოფილები და ამ თქვენი ყოფნით გააკვირვეთ ყველა. აი, ბოლოს სიტყვა ნახეთ, უძილენი. რა თქმა უნდა. ამიტომ ყველაფერი მიანდეთ უფალს. всё. ყველაფერი იქნება ძალიან კარგად. ასე რომ ესეთი იყო თქვენი დღევანდელი ენერგიები. მეგობრებო, ეგა რო ბოღმავს, აბარა ზუსტად. ისე დაბოღმილიყვნენ, რომ გამსკდარიყვნენ მეგობრებო, ბოღმით, შურით და ყველაფრით. ჩვენი კარგად ყოფნით, ვისაც ჩვენი კარგად ყოფნა არ უხარია, ყველა გამსკდარიყვნენ. ხო. და ჩვენ გვისურვონ უკან დაუბრუნოს უფალმა ყველა. 2 მაგათ, 3 მაგათ, 10 მაგათ მეგობრებო. ხო. ეხლა თქვენი პარტნიორი. იმედია ჩაიფიქრეთ, მეცად ესე გადავურევ კარტებს თორე. ხო, იმედია ჩაიფიქრეთ მეგობრებო, პარტნიორიც და ეხლა გავარკვიოთ. რა ხდებოდა მასთან დღეს, მისი ენერგიები. ეს მთელი დღე YouTube-ზე დავბოდიალებ, რო იყვიან. ხო, ძალიან ნაკლებად ვარ TikTok-ზე. დღეს ხშირად მიყვარს სკროლვა, მაგრამ დღეს რატომ ვარ YouTube-ზე ვარ. ამიტომ საინფორმაციო წყაროებიდან ინფორმაცია არ მიმიღია. სიახლეები დღეს არ მქონია მეგობრებო. ნახოთ აბა კარტი რას გვეტყვის, რამე ხომ არ გამოგვეპარა ჩვენ. რა გამოგვეპარა ჩვენს პარტნიორზე, თქვენს პარტნიორზე. ხა, რა უნდა იცოდეთ ისეთი დღეს, როგორ იყო მისი ენერგიები. ეხლა მე ვნახავთ მეგობრებო. რატომღაც ებედნიერებოდა ამ ადამიანს. რა მოხდა, ხო არ იცით? მეგობრებო. ხო, აბარა, ეხა ერთი დაბლოკე მეორეთი მოვა, იმით დაბლოკავ, ამით მოვა. გუშინდელ ლაივს თუ უყურეთ, გითხარით. A ვარიანტი, B ვარიანტი, C ვარიანტი. იმით არა, ამით, აქედან არა, იქედან არა, აქედან. აი ასე მეგობრებო, ელოდეთ ასეთებს, არ გაგიკვირდეთ. არ გაოცდეთ. უყურეთ რა ხდება ეხლა. ეს ადამიანი დღეს ძალიან ბედნიერი გამოიყურებოდა და ძალიან კმაყოფილი იყო. ამ ადამიანმა დღეს რაღაც ისეთი ჩაიდინა, გამოისყიდა თითქოს მისი დანაშაული. ან ფიქრობდა დანაშაულის გამოსყიდვას, სასწაული თუ გინდოდეს. მეგობრებო. ან ნამდვილად იყო ასე, ეხლა გავარკვევთ. ან ნამდვილად ასე იყო, ან უნდოდა რომ ყოფილიყო. გავარკვევთ ეხლა და არ გაგიკვირდეთ, ეხლა ქვემოდან ნახეთ რა კარტია. ამ ადამიანს დღეს ფიცის მიღების დღე ქონდა.
შეიძლება სასამართლო ქონდა, სასამართლო პროცესი, პირდაპირი ან გადატანითი მნიშვნელობით მეგობრებო. შეიძლება ზოგს მართლაც ქონდა. თუ ეხლა გეტყვით მეგობრებო, თქვენი პარტნიორი თუ ურთიერთობაში იმყოფება და ნებით თუ უნებლიეთ თქვენ სამკუთხედში მოხვდით, მეგობრებო, ამ ადამიანს შეიძლება ქონდა სასამართლოებრივი პროცესი, აი ხედავთ ხო? და რაღაც გადაწყვეტილებით ბედნიერი იყო ეს ადამიანი. რაღაცით ბედნიერი იყო დღეს. დროა, მეგობრებო, ნახეთ უბრალოდ. ხო, მეგობრებო? რაღაც დიდხნიანი პროცესი, რასაც აქამდე ეს ადამიანი ელოდებოდა ალბათ, აი ის მოხდა დღეს და ძალიან ბედნიერი იყო ეს ადამიანი. მე არ ვიცი, მაგრამ ამას ამბობს. ადვოკატია მაიმუნი? ხო, შეიძლება გაშორდაცოს. შეიძლება განქორწინება ქონდა ქმართან, ვის ცოლთან და ვის ქმართან მეგობრებო. არა უშავს. პირდაპირი მნიშვნელობით, ნუ მიიღებთ ახლა განქორწინებას, შეიძლება იმას დაშორდა ვისთანაც იყო. მეგობრებო, რაღაც იყო ფიცის, მტკიცის და ხედავთ ხო, რაღაცის იყო ამ ადამიანმა რაღაცა მიღწევა ქონდა დღეს ამ ადამიანს. დღეს ქონდა რაღაც კარგი დღე, იღბლიანი დღე ამ ადამიანს. პირველი კარტი იყო სიხარულის გაკვირვებით, გაოცებული არის ეს ადამიანი რაღაც დღევანდელი დღით. არ ვიცი მეგობრებო, გავარკვევთ ახლა ამას ჩვენ. კიდევ რას გვეტყვის? დღევანდელი მისი ენერგიები იყო ესეთი. და სიყვარულით. ხა. ნუ რა იცით ახლა რა ხდებოდა მეგობრებო. ნახოთ, ახლა გავარკვიოთ. კიდევ რას გვეტყვის თქვენი პარტნიორი. ახლა მე გავარკვევთ, მოიცადეთ ჯერ ბოლოს იცინის ის ვინც იცინის. არი ნერვიულად ახლა. ხო, მეგობრებო, თან ამოწმებს კიო. ამ ადამიანმა რაღაც რეალიზაციაში მოიყვანა დღეს. ფიცი მწამს ბოლო მაკვირვებსო. თქვენი არ ვიცი და მე კი. მე ძალიან გამიკვირდა ახლა. ისე მეგობრებო, რატო გიკვირთ? რატო გიკვირთ? რატო გიკვირთ? მეგობრებო. მეგობრებო, არ გამაკვირვოთ ახლა, გთხოვთ. მეგობრებო, აი გამარჯობათ ახლა. ახლა გავაგრძელებ მეგობრებო. ხო გითხარით, ჯერ მაცადეთ მეთქი. ამ ადამიანმა გაიხსენა წარსული, მეც კი ნაღამ არ გამიკვირდა, მორგანა. სად მიდიხარ, მიდიხარ მორგანა. იცინის ის, ვინც ბოლოს იცინის მეთქი, ხო თქვი წეღან. სად მიდიხარ, უკან მოუხედავად, ადამიანო. ხო, უნდა დარჩე, იმიტომ რომ მოსასმენი აწიგავს. აბა რა? ბოლო გაცინება ბოლოსა, ეხლა არა. ამ ადამიანმა ნახეთ? ეს ყველაფერი წარსულში იფიქრა. წარსულში იყო ალბათ მეგობრებო, არ ვიცი, წარმოიდგინა თუ მოგონებებში გამობრუნდა თუ წარსულში დაბრუნდა თუ არ ვიცი რა იყო, მაგრამ მოგონებებში წარმოიდგინა მეგობრებო ეს ყველაფერი, რომ ეხა საშუალება რო ქონოდა. ხო, საშუალება რო ქონოდა ამ ყველაფერს ისევ გაიმეორებდა მეგობრებო. ან ეს რაც წარმოიდგინა ამ ყველაფერს ზუსტად ასე გააკეთებდა შესაძლებლობა რო ქონოდეს. და თან დავიფიცებო ამბობს. ხო და კიო, თან ამოწმებს რომ კი, დავიფიცებო. ხო, წარსულში იმოგზაურა მორგანა. მივხვდი, ხო?
ხო. კარგით, კიდევ რაო, დღევანდელი მისი ენერგიები, საცუდავი მისი დღე. მე ახლა როგორაა ამ ყველაფრის მერე? ხო, მეგობრებო, ახლა როგორაა ამ ყველაფრის მერე? ენერგია მოზღვავებული, სულ სხვა შეხედულებებით, სულ სხვანაირი ქარიზმით. ხო, კიდევ როგორაა ეხლა ამ ყველაფრის შემდეგ? როგორაა მეგობრებო და თითქოს რაღაც მოლაპარაკებებზე ფიქრობს, წამოსვლას უნდა რომ ეს გამოწვევა გადალახოს, ეს გაკვეთილი ჩააბაროს. ხო, ეს გამოწვევა კარგად გაიაროს. რა უნდა კიდევ ამ ადამიანს? კიდევ რა? მეგობრებო, რა უნდა? მეგობრებო, რა უნდა? რა უნდა, მეგობრებო? სიყვარული უნდა, იმედი უნდა, ნდობა უნდა. თქვენ ხართ მისი სიმდიდრე, თქვენ ხართ მისი წინამძღვარი, თქვენ ხართ მისი შეუფასებელი, შეუდარებელი. საანდოს სიყო თქვენ კი ხართ მისი, ხა ეს რომც არ ახსნას, მან ისე დაცვიცით. თქვენ რაც ხართ. ხო, განქორწინების პროცესი დაასრულა. ეს ადამიანი იმყოფება ტრანსფორმაციაში. ასე რომ ჩემო მეგობრებო, კარგ გაკვეთილს გაივლის ახლა. გადის უკვე. ძალიან დიდ გაკვეთილს გადის ახლა. როგორია მისი ენერგიები? როგორია მისი ენერგიები ახლა? იწურება რაღაცის დრო. ვისი დრო იწურება? იმის დრო იწურება, რომ მეგობრებო, იმის დრო იწურება, რომ იმას, რაც მას უნდოდა, ისე ვერ გამოიქცევა. იმას, რაც უნდა, იმის დრო ეწურება. ეშინია, რომ არ მოიწუროს. ეშინია, რომ დამსხრეული და დამტვრეული არ დარჩეს. ეშინია, რომ იმედგაცრუებული არ დარჩეს. ძალიან დიდი ტკივილი აქვს გულში. ეშინია, რომ ეს ყველაფერი არ დამთავრდეს. ამის ეშინია. ეშინია, რომ ესე ვერ მოვა თქვენამდე. ამ სურვილს ვერ აისრულებს. სიტუაციის გამოსწორებას ვერ მოასწრებს. ხო, მეგობრებო, ძალიან ეშინია. ამ ადამიანს თუ უნდოდა თავისუფლება, დარჩება თავისუფალი, ამას ფიქრობს. იმედგაცრუებული და თავისუფალი ყველაფრიდან. ხო. მისი არჩეული თავისუფალი ცხოვრებით. ხო, მეგობრებო, სამყარო და სიმშვიდე აღარ აქვს. მოსვენება აქვს დაკარგული. ძალიან წარმოგიდგენთ ფანტაზიებში ეს ადამიანი. სულ გაკონტროლებთ მეგობრებო, 24/7 სულ აფეთქებების, სულ იმის, რა ქვია მაგას, ვულკანების და სულ რაღაც ისეთი კარტები ამოდის მეგობრებო. აი, ნახეთ უბრალოდ. ამ ადამიანს იმდენად ეშინია, ნახეთ მეგობრებო, როგორი კარტებია. იმდენად ეშინია თქვენი დაკარგვის, რომ თქვენთან ერთად კარგავს თავის სტიმულს, თავის მომავალს, თავის სიხარულს, თავის ოცნებებს. შეიძლება შვილი უნდოდა თქვენგან და ამას კარგავს. იმედს კარგავს. ორი შვილი, შეიძლება ორი შვილი უნდოდა თქვენთან. ერთი ყავთ იქნებდა, ერთი კიდევ უნდა, ან ჯერ არ ყავდათ და ორი უნდოდა ბიჭი და გოგო. ხო, რაღაც ესეთი მეგობრებო. ხო. ამიტომ კიდევ ერთი ორი კარტი ბოლოს. თქვენი მაიმუნი ესეა დამწუხრებული ყველაფრიდან.
ძალიან დიდი ტკივილის ქვეშ. არა მეგობრებო, ეხლა აქ მოსვლა არ ჩანს. აქ უბრალოდ დიდი ტკივილი მოსვლას ეხლა ტაროს დასტალზე გავარკვევთ. ხო. ძალიან ცუდათაა. ძალიან ცუდათაა მეგობრებო. ძალიან ცუდათაა. ძალიან ბევრს ფიქრობს თქვენზე. რა ვქნათ, ფიქრობს. რაღაც ჭორისახით გებულობს თქვენზე. თქვენ ხართ მისთვის მიუწვდომელი მზე, რომელიც სადღაც ანათებს. თუნდაც ძალიან უნდა რომ რაღაც სიურპრიზი მოგიწყოთ, რაღაც მოულოდნელად რაღაც საჩუქარი გაგიკეთოთ ამ ადამიანს. რაღაცა თუნდაც უმნიშვნელო, მაგრამ მაინც. ჩვენ ხო გახსოვთ გუშინ რა ვთქვით? ერთი კვირა გვადა. მე გუშინდელი ლაივი არ დავიწყებია მეგობრებო. აი იმედია არც თქვენ. ხო. გუშინდელი გამოძახება ნახდათ არ დაგვიწყებიათ მე მგონია. ხო. ხო ზუსტად. ხო. ნახოთ. ნახოთ რა იქნება. მოკლედ ესეთი იყო შემოდგომის დასტალზე ჩემო ძვირფასებო. მისი ენერგიები. ეხლა ჩვენი თემა დღევანდელი. დღევანდელი ჩვენი თემა არის მეგობრებო. ვის არ აძლევთ მოსვენებას და რატომ? ნუ ეხლა უკვე გასაგებია ვინცა მაგი, მაგრამ მაინც იქნებ ვინმე მარიცის. ხო. ამიტომ ეხლა ნახოთ მეგობრებო. ნახე როგორ ბჟუტავს სანთელი. ჩაქრა უბედური მეგობრებო. უბედური მესიდღე ჩაქრა. გაიხარეთ. უღრმესი მადლობა ყველას. ყველას უღრმესი მადლობა მეგობრებო. ხვალ თუ მოვახერხე, აუცილებლად უნდა შევიძინო სანთლები. ოღონდ ჭიქის სანთლები მეგობრებო. ყველაზე კარგია ჭიქის სანთლები. და ეს სანთელი წითელი. ეს არ მომეწონა, არ ინთება კარგად. აი ჩემო მეგობრებო, ეხლა ავანთებ აი ამ სანთელს, ცოტა მაქვს დარჩენილი და იყოს ეს. იქნება მან მაინც გაუნათოს გონება აქვს საცოდავს. ხო. მოკლედ ჩემო მეგობრებო. ვის არ აძლევთ მოსვენებას და რატომ? ხა პარტნიორს რომ არ აძლევთ მოსვენებას, ეს ჩვენც ვიცით, მაგრამ იქნებ კიდეა ვინმე. რა ვიცით, გავიგებთ ეხლა. იქნებ კიდეა ვინმე, ვისაც მოსვენებას არ ვაძლევთ. რატომაც არა, მაგის მეტი რა არის მეგობრებო. თქვენც ხო იცით. ხო. დიდი სანთელი მეგობრებო, დიდი სანთელი, ხვალ მინდა აუცილებლად, მინდა რომ შევიძინო დიდი სანთელი. ერთი კვირა რო გვეყოს ზუსტად. ხო. მოკლედ მეგობრებო, დავიწყოთ, ვინ არის ის, ვისაც მოსვენებას არ აძლევთ? რატო ხარ ცუდად? ტრებს, რა თქმა უნდა. დავიწყოთ, ვინ არის ის, ვისაც მოსვენებას არ აძლევთ? მეგობრებო, დავიწყოთ. აბა ვინ არის ის? ბიჭუკელა. ბიჭუკელა.
აი ბატონო, მეგობრებო. ადამიანი, რომელიც ასაკით პატარაა თქვენზე, ასაკშია სხვაობა. ნუ ვისთან ბიჭი და ვისთან გოგო, მეგობრებო, შემოაბრუნეთ ბიჭებმა. ბიჭებო, თქვენ თუ მიყურებთ, თქვენს პარტნიორს მოსვენებას არ აძლევთ. ხო. თვითონ ესე ფიქრობს. თქვენი ქალბატონები ბიჭებო ესე ფიქრობს, რომ თქვენ მას მოსვენებას არ აძლევთ. შვიდად ცხოვრების უფლებას არ აძლევ. ბიჭებო. მე კი ვიცი ახლა რაც ხდება და როგორ ხდება. ცუდი გაგებით არ ვამბობ, მე პირიქით. ხო. ქალბატონებიც არიან, რომლებიც აშავებენ. არიან, ვიცით რომ არიან მეგობრებო. არიან ესეთი ქალბატონებიც, კი ბატონო, ასე რომ ბევრი მამაკაცის პოზიცია მესმის ძალიან კარგად. ხო, მოკლედ გავაგრძელებ ახლა. კიდევ ვინ არის ის, ვისაც მოსვენებას არ აძლევთ? ქალბატონებო. იმპერატორი ეს შეიძლება იყოს, ეს კიდევ სხვა ადამიანია, მეგობრებო. ეს უკვე მეორე ადამიანია. მაგრამ შეიძლება ორი ერთში იყოს. შეიძლება იყოს ადამიანი ასაკოვანი, მაგრამ ბავშვური საქციელებით. ეს ერთი. და მეორე კიდევ შეიძლება იყოს არაუშავს, შემოხვალისებ. შეიძლება იყოს სხვადასხვა ადამიანი, მეგობრებო. ერთი უფრო ასაკოვანი და მეორე უფრო ბავშვური. მოდი ახლა გავარკვიოთ ორივე მათგანი რატომ არ აძლევთ მოსვენებას ამ ადამიანებს. მოდი დავიწყოთ ჯერ ამითი. ხო, აი ეს ახალგაზრდა ადამიანი. ეს ადამიანი, მეგობრებო, როგორია ახლა დაგიხასიათებთ. ეს არის ადამიანი, რომელიც ერთ ადგილზე ვერ ჩერდება. დღეს აქა, ხვალ იქა. ეს ადამიანი არის კიდევ, იცით როგორი? აი რაღაც განსხვავებული. ყოლას არ გავს. ხო, არის ძალიან ცოტა ისეთი უხეში, თუმცა ნუ შეიძლება შენთან ერთი რეზონირდეს და სხვებთან მეორე. ანა მარია, მარტო შენ ხო არ უყურებ ამ ყველაფერს. ხო, ასე რომ არ ინერვიულოთ მეგობრებო. ხო. ეს ცოტა უფრო ახალგაზრდა მეგობრებო, ძალიან ისეთია ცქმუტავს. დღეს აქა ხვალ ეგერა, დღეს ამას ამბობს, ხვალ იმას ამბობს. ხო, არის ძალიან ცვალებადი ხასიათი ეს. თუმცა ძალიან ამ ადამიანთან თავს კარგად იგრძნობ. და აი ზუსტად ესაა ის მომენტი, რომ მანიპულატორის პონტი, რო იტყვიან. ხო, არჩევ. არჩე მორგანაბა რა, ასარჩევად გვაქვს საქმე ზუსტად. ჩვენ რომელსაც ავირჩევთ, ისაა ჩვენი ცხოვრება, ზუსტადაც. არჩევანი ვინ წაგვართვა, გვინდა ავირჩევთ და გვინდა არა. ნამდვილად მასეა. ხო. უყურეთ ახლა, ეს გავაგრძელებ. ეს ადამიანი, მეგობრებო, ძალიან ისეთია ბავშვური ქცევები აქვს, ბავშვური საქციელები აქვს, ბავშვურად არის, ანუ ხვდებით, ასაკით პატარა. თუმცა ეს ადამიანი არის, იცით როგორი, აი აქტიური. ადამიანი შეიძლება იყოს მარჯვე, ხელგამოსული. ადამიანი შეიძლება ყველანაირ პრობლემას აგვარებდეს ამ ტინგიცობაში, მეგობრებო. ხო, კიდევ როგორია ის, რო ამოიცნოთ. როგორია კიდევ ის. ხო, ამა მეგობრებო, ხო. როგორია ის, ვის არ აძლევთ მოსვენებას და რატომ? ეს ადამიანი ეხლა თქვენთან არაა. ამასთან ურთიერთობა არ გაქვთ. ეს შეიძლება იყოს წარსულის პარტნიორი. ადამიანი, რომელთანაც დაშორება მოხდა სხვების ჩარევით. ადამიანი, რომლებიც ხო, კი ბატონო. ადამიანი, რომელთანაც რაღაც წარსული გაკავშირებდათ და აქ არის სახეცვალობადობა, ურთიერთ შეუთანხმებლობა, სხვების ჩარევები, აზრთა ჭიდილი და ხო, მოკლედ დაშორება. კიდევ ურთიერთობა არ გაქვთ ამ ადამიანთან, კიდევ. ვის არ აძლევთ მოსვენებას?
ხო, მეგობრებო, ამ ადამიანს უნდა თქვენთან და რატომ არ აძლევთ მოსვენებას? იმიტომ არ აძლევთ მოსვენებას, რომ ამ ადამიანს ძალიან უნდა თქვენთან მოსვლა, თქვენთან დაბრუნება, თქვენთან ურთიერთობის გაგრძელება. ეს შეიძლება იყოს კიდევ ტყუპის ან თევზების ზოდიაქოს ქვეშ მყოფი ადამიანები. ზოდიაქოზე ნუ გავამახვილებთ ყურადღებას, უბრალოდ მე მაინც ვიტყვი. ხო. ადამიანთან, რომელთანაც გქონდათ ერთ დროს აი ძალიან კარგი ურთიერთობა, უბრალოდ მას გქონდა თქვენთან კარგი ურთიერთობა, იმიტომ რომ თქვენ ხართ ესეთი მზე, თორემ თევზებია, ხო? თორემ, მეგობრებო, ნუ ყოველ შემთხვევაში ერთ დროს გქონდათ რაღაც კარგი ურთიერთობა, კარგად იყავით ერთ დროს. ხო, აქ შეიძლება იყო რაღაც დაპირებები, რაღაც იყო აქ. აქ იყო რაღაც, მეგობრებო, სამომავლო გეგმები აქ იყო. ყოველ შემთხვევაში თქვენ გინდოდათ ასე. კიდევ. რატომ არ აძლევთ მოსვენებას? ხო, მეგობრებო, იმიტომ რომ სრულყოფილება უნდა თქვენთან. კიდევ. იმიტომ რომ ძალა გაქვთ თქვენ. და თქვენთან ეს ადამიანი ძალას ივსებს. რატომ არ აძლევთ მოსვენებას? იმიტომ რომ აკლია ეს, ხო, მეგობრებო, იმიტომ რომ აკლია ეს ყველაფერი. თქვენ კონტაქტიც არ გაქვთ ამ ადამიანთან, არანაირი მიწერ-მოწერა არ გაქვთ. არაფერი აღარ გაქვთ ამასთან, მეგობრებო. ხო. კარგი, შეიძლება ბლოკებიც იყოს კი. კიდევ, რატომ არ აძლევთ მოსვენებას? აი, რა უნდა ამ ადამიანს? რა უნდა მეგობრებო და თქვენ გამო, რომ თქვენთან ახლა ურთიერთობაში არა, უმოძრაობაშია, ენერგეტიკულად უმოძრაობაშია. ხო. კიდევ რა უნდა მეგობრებო? ამ ურთიერთობის განხორციელება უნდა, მომავალი შესაძლებლობები უნდა. ეს ადამიანი ახალ გზებს ეძებს და ახალ მოსავალს ეძებს თქვენთან და აი ეს არ აძლევს მოსვენებას. ზუსტად. იმის დაბრუნება უნდა, რაც გქონდა. აი მეგობრებო, როგორ აქვს? ტარზე ვენოკია. ხო. ამას ქვია უკვდავების თეთრი ვარდი მინდაო. ალბათ იცით ეს ფილმი. ხო. ამ ადამიანს უნდა ესე მოსვლა თქვენთან. სიყვარული უნდა. ოჯახი უნდა. ან ისევ ოჯახში დაბრუნება უნდა. ხო. და ამას ევედრება უფალს, მეგობრებო. ამას ევედრება უფალს. კარგით, გავაჩეროთ ახლა ცოტა ხანი აგენ, ტარზე ვენოკი. ვაცალოთ ახლა მეგობრებო, დეისვენოს. გულზე ხელი აქვს დაკრეფილი და დეისვენოს. ახლა მე მაინტერესებს ეს ადამიანი. ეს იმპერატორი მაინტერესებს. ამას რაღა უნდა თქვენგან? მეგობრებო, საქმის გარჩევა თუ გინდათ ვინმესთან გამიშვით მე. მე გამიშვით მეგობრებო. ეხლა ვინმე გამოვადა მეტყვი, შენი პრობლემები ვერ მოგიგვარებია, ჩვენ რას მოგიგვარებთ? თქვენ წარმოიდგინეთ და სხვის პრობლემებს უფრო ვაგვარებთ მეგობრებო, ვიდრე საკუთარს, იცით მაგი? ხო, რომელია ეხლა თქვენ გაარკვევთ მეგობრებო უფრო. დაისვენოს, არა, დეისვენოს, დეისვენოს ახლა კვირამდე და კვირას აქ გაჩნდეს. კარგით მეგობრებო, ამას რა უნდა იმპერატორს? ეს არის ადამიანი მოქმედი. ეხლა აღვწერ ამ ადამიანს მეგობრებო. ხო. ამ ადამიანს აქვს ძალიან ბევრი მიღწევები. ეს შეიძლება იყოს მამა, შეიძლება იყოს ბაბუა, შეიძლება იყოს ძმა და ეს ადამიანი არის ძალიან პასუხისმგებელი. ოღონდ, უყურეთ ეხლა რა ხდება. ეს რადიკალურად განსხვავდება ამისგან. უყურეთ რატომ? ეს ამან შეიძლება გაჩვენოთ სითბო სიყვარული, ნუ თავისებური манипуляციებით, მაგრამ ნუ შეიძლება გატყუებდეთ კიდეც, მაგრამ ნუ მაინც გეტყვით რომ უყარხართ და ემოცია აქვს. ამას აფერისტულად თუ ისე თუ ასე მაინც ხო, წამოგიგდებთ თუ წამოგიჩქმიდათ. აი რაც გინდათ ის დაარქვით ამ ადამიანს. ანუ არასერიოზულად თუ სერიოზულად ეს ადამიანი ესეთია კი. ანუ ამას დაგანახებთ. ასეა თუ ისეა. ეს მეგობრებო,
ეს ადამიანი არ დაგანახებთ ამ ყველაფერს. ამ ადამიანს ვერ შეატყობთ თქვენ უყვარ ხართ თუ ძულ ხართ. ეს არ დაგანახებთ იმას, რომ გულში ცეცხლი უნთია. ეს არ დაგანახებთ იმას, რომ კვდება. ამას არ დაგანახებთ. აი ხო ხედავთ, იქ ამოვიდა რომ მკვდარზე ვენოკია და ამბობს რომ კვდებია. ეს არ იტყვის რომ კვდება, მეგობრებო. ეს არ იტყვის. არა. კარგით. ძალიან ავტორიტეტული და ლიდერი. ძალიან პასუხისმგებელი. მაგრამ ასე ხო. ამისგან ერთ სიტყვა მიყვარხარს ვერ ეღირსებით. კიდევ გავაგრძელებ. რატომ არ აძლევთ ამ ადამიანს მოსვენებას? იგივე პიროვნებაა? ხო გითხარით, შეიძლება ორი ერთში იყოს, მაგრამ შეიძლება ზოგიერთებთან არ იყოს ორი ერთში. ხო. რატომ არ აძლევთ ამ ადამიანს მოსვენებას? ვის და რატომ? ამ ადამიანმა უარი თვითონ თქვა. თქვენგან წასულია ეს ადამიანი თავისი გადაწყვეტილებით. მინდა გითხრათ. ამ თქვენთან ურთიერთობაში, თქვენს მეგობრობაში, თქვენს მეზობლობაში, თქვენს ნათესაობაში ამ ადამიანმა დასვა წერტილი. ეს თავისით წავიდა. ხო. ეს თვითონ წავიდა მეგობრებო ურთიერთობიდან. ეგოისტი, საკუთარ თავზე შეყვარებული იმპერატორი. ხო. სიტყვა ძუნწი, რომელიც ერთ სიტყვას არ გაიმეტებს. ეს როგორ იტყვის იმას, რომ ვაიმე მე ცუდად ვარ და შენი მოწოდებული ერთი ჭიქა წყალი მშველის. ამას ეს არ გეტყვით მეგობრებო. ამას ეს არ გეტყვით. კიდევ. ხო, მეგობრებო, უყურეთ რა ხდება ახლა. ეს ამ ადამიანმა ხომ დასვა წერტილი დასვა. მაგრამ ამ წერტილის დასმაში ცით რა იგულისხმა, რომ თქვენ ხართ აი ეს, რომელიც მის ხაფანგში ხართ გაბმული და ვერსად ვერ გაიქცევით. თვითონ ესე ფიქრობს, მეგობრებო. ან აქამდე ფიქრობდა იქნებ, მაგრამ ისე თვითონ რო ფიქრობდა, არ დარჩა საქმე ძნავაშია, დარჩა გასულელებული თვითონ დარჩა გასულელებული მეგობრებო. აი თქვენი პოზიცია. თქვენ ხართ ადამიანი, რომელმაც შეინარჩუნა სიმშვიდე. აი ესა ამ ადამიანს რომ რევს ახლა. აი ეს არის ზუსტად რატომ არ ასვენებთ მოსვენებას, რატომ არ აძლევთ მოსვენებას, იმიტომ რომ თქვენ ხართ მშვიდად, საერთოდ არ გედარდებათ ეს. შეიძლება გედარდებათ, მაგრამ მას აჩვენებთ, რომ თქვენ ბოდიში და ფეხებზე გკიდიათ. ხო. უბრალოდ თვითონ ასე ხედავს, ხო. ამიტომ გულზე სკდება და არ აძლევს მოსვენებას. ეს ყველაფერი. ხო. ამ ადამიანს უნდა თქვენთან დაბრუნება. ამ ადამიანს რატომღაც მოუნდა თქვენთან დაბრუნება, მაგრამ აი თქვენი პოზიცია. ხო, აი თქვენი პოზიცია, მეგობრებო. აბა მომეკარეო კინოში რომ სიყვარული ყველას უნდაში, მეგობრებო. აბა მომეკარეო. აბა მოდი მომეკარეო. ძალიან კარგია რო არ აჩვენებთ მეგობრებო. არასოდეს არავის არ დაანახოთ საკუთარი თავი მტირალი, დამწუხრებული, განადგურებული, თუნდაც იყვეთ ასე. თუნდაც ასე იყვეთ 2 წლის უკან. მკვდარი ვიყავი, მაგრამ გარეთ რო გავდიოდი, ამას ვერავინ ვერ შემამჩნევდა. მთელი ღამე გავათენებდი ტირილში, გოდებაში. აი, არ ვიცი მეგობრებო, დილით ავდგებოდი, დავიბანდი პირს, გავიკრასკებოდი, მოვწესრიგდებოდი, თავს ავწევდი და მივდიოდი გარეთ. ხო. აი ზუსტად მეგობრებო, თქვენი გულის ტკივილი არავის არ დაანახოთ და მტრები არ გაახაროთ. ეს არც გაიფიქროთ უბრალოდ. ხო. მე რო შემხედავს ადამიანი, აი მორიელს კითხეთ.
მე რომ შემხედავს ადამიანი, ჩემზე ვერ იტყვის, მე თუ ვერც იფიქრებს, ვერც გაიფიქრებს უბრალოდ, რომ მე ამდენ ტკივილს ვატარებ. ამას ვერავინ ვერ შემამჩნევს მეგობრებო, ვინც მიცნობს იციან უბრალოდ, თორე შუბლზე არაფერი მაწერია. ხო, ამიტომ ასეა მეგობრებო. საკუთარი თავი გაუბედურებული და დაჩაჩანაკებული არავის არ დაანახოთ. თქვენთვის ოთახში გამოიტირეთ და ოთახიდან მეორე წუთში გადით მოწესრიგებული. თავაწეულები მეგობრებო, აი ზუსტად. რამდენი მიცნობთ მეგობრებო, ნეტა იცოდეთ. ძალიან ბევრი მიცნობთ. ძალიან ბევრი. ხო გეუბნებით. ეხლა მე რო აქ სახე გამოვაჩინა. ხო? მეგობრებო. გუშინ ვთქვი, ჩემი ბევრი არაკეთილის მსურველები აქედან ნატრივისული ბუქვიზე დაახვევენ. დანახვისთანავე დაახვევენ მეგობრებო. ისე კი არა რომ მე რამეს ვეტყვი, არა, თავისით დაახვევენ მეგობრებო. ხო? აი მაგ 1 საათის განმავლობაში უნდა იფიქროს ზუსტად რომ მაგ დროზე ცუდად არ იყო. მაგ დროს რაღაც მოხდა ალბათ მაგ დროს რაღაც მოხდა. ეხლა გაგცე მაგაზე პასუხს. ნინი ხო? მე მგონი ნინი ქვია. ეხლა გაგცე მაგაზე პასუხს. აი ზუსტად ეს პერიოდი მე ძალიან არ მიყვარს. არ მიყვარს სექტემბერი, ოქტომბერი, ნოემბერი, მიყვარს ახალი წელი, ახალ წლამდე ეს ბოლო პერიოდი არ მიყვარს. არ მიყვარს და მომკალი. ამ დროს მე აი ზუსტად ეს პერიოდი მაქვს ცუდად ყოფნობის. ამიტომ ამ დროს უნდა იცოდე, რომ სულ სხვა რაღაცაზე გადაიტანო დრო, აი ყურადღება. დაკავდი ისეთი რაღაცით, რაც შენ გიხარია, აი ზუსტად მაგ 1 საათის განმავლობაში. ვაიმე, ინაღან ამოყირავდა ტელეფონი. ხო, ამიტომ ეცადეთ მეგობრებო. კარგით, კიდევ გავაგრძელებ ის დახასიათებას, რატომ არ აძლევთ ამ ადამიანს მოსვენებას. ხო, მოსვლა უნდა უბრალოდ ეხა ამის ეშინია. ამის ეშინია მეგობრებო. ამის ეშინია. კარგით, კიდევ დამარცხებულია თქვენი პარტნიორი. თუ ეს თქვენი პარტნიორი არის, ვინც არ უნდა იყოს, იქნებ ნათესავია მეგობრებო, მე ხო არ ვიცი, ხო? ძალიან დამარცხებული გრძნობს თავს და ამიტომ მოსვენებას არ აძლევთ. როგორ მოხდა ეს? როგორ შეიძლება ეს იმპერატორს გაუბედონ? როგორ მოხდა ეს, რომ იმპერატორს შეეშალა, მაგრამ იმას ხო არ იტყვის, რომ შეეშალა მეგობრებო? როგორ გამიბედეს? არავინ არაფერი გაუბედა. თვითონ აკადრა საკუთარ თავს. ორი წლის უკან ნინი, 2 წლის უკან აი ზუსტად ლოცვების დროს სანთლით ხელში ისე ამეტირა, რომ მუხლებში მომეკეცა, მუხლებში ძალა წამირთვა და დავიჩოქე. ძალა უნებურად დავიჩოქე. მსგავსი არასოდეს მიგწნია. დედას გეფიცებით მეგობრებო, ისე მწარეთ დავიჩოქე, ხო, დავიფიცე. რომ ისე დავიფიცე, რომ საკუთარ თავს არასოდეს არ მივაყენებ იმ ტკივილს, რაც მე გამოვიარე ხვის გამო. არაფრის ბრალი არა უშავს, თუ არ გინდა გარეთ გასვლა, მოვა დრო და მოგინდება, მაგისთვის საკუთარ თავს არ ეკამათო. არის რაღაც პერიოდი, როდესაც არ გვინდა არავისთან ყოფნა. ესაა ზუსტად მეგობრებო ტრანსფორმაცია. გადი ბუნებაში. არა სავალდებულო ხალხში გახვიდე, გადი ბუნებაში. არა უშავს. 3 წელი ვიყავი ტრანსფორმაციაში, ეხლაც ვარ მეგობრებო, არა უშავს.
ამიტომ ეს ადამიანი ფიქრობს ახლა. ამიტომ ეს ადამიანი ფიქრობს ახლა. აი როგორ მიბედავს, რომ ხლებით ხარ და არ უშვებთ ამ ადამიანს. როგორ ბედავთ, რომ თქვენ მის გარეშე ბედნიერი ხართ და თქვენი ბრალია კიდევ. აი ზუსტად იმას ფიქრობს, თქვენ გაბრალებთ. ეს ადამიანი მოსვენებას არ აძლევს. დამარცხებულიო თვითონ. ჩვენ ბოდიში. კიდევ. ხო, რა ფიქრობს ახლა მეგობრებო? ფიქრობს თქვენზე 24 საათი ამ სიტუაციიდან გამოსვლაზე ფიქრობს, განდეგილშია. გამოსავალს ეძებს ეს ადამიანი. რა გამოსავალს ეძებს კი მაინტერესებს. რა გამოსავალს ეძებს? პასუხისმგებლობას გაურბის მეგობრებო. რა გამოსავალს ეძებს? რა გამოსავალს ეძებს? იმაზე ეძებს გამოსავალს, რაზეც თქვა უარი, როგორ დაბრუნდეს უკან. მისით წასულია ეს მეგობრებო. ეს ადამიანი თქვენგან მისით წასულია, თავისი სურვილით. ხო. ან შეიძლება იცით რა მოხდა კიდე, მიგიყვანოთ იმ ზომამდე ამ ადამიანმა შეგიქმნათ ისეთი სიტუაცია, რომ თქვენ წასულიყავით. მაინც მისი ბრალია მეგობრებო. მაინც მისი ბრალია. ხო. იმ ზომამდე რომ მიგიყვას ადამიანი, რომ ადგე და წახვიდე. ვისი ბრალია? მისი. ამ ყველაფერს ახლა აცნობიერებს, მაგრამ ამას ხო არ ეტყვის. მაგრამ რადგან თქვენ წახვედით, ამას გაბრალებს თქვენც. მაინც შენი ბრალია. ხო. კიდევ. რატომ არის შენებს? ხო, იმიტომ რომ თავიდან დაწყება უნდა ყველაფრის. და თავიდან დაწყება უნდა ყველაფრის. კიდევ. ხო, მეგობრებო. დანაკარგებშია, წარუმატებლობაშია, არასრულყოფილებაშია. ნახეთ, მონანიება ძალიან ნანობს თავის აქციელს. ხო, იმ აქციელს, რაც ჩაიდინა. ეხლა გავამახვილებ ყურადღებას. რას ნანობს? თქვენ თუ ოჯახი გქონდათ, მოდი ასე ვიტყვი, თუ ცოლ-ქმარი იყავით და თქვენგან წავიდა, ძალიან ნანობს ამ ყველაფერს, რომ სხვასთან წავიდა. თქვენ თუ არ იყავით ცოლ-ქმარი, მეგობრებო, და ამ ადამიანმა სხვაგან წავიდა, ან თქვენ მოხდით სამკუთხედში, ნებით თუ უნებლით, მეგობრებო, ხო? და ამ ადამიანს ყავდა ოჯახი და თქვენ ხართ მესამე პირი. ხო, მოკლედ, რა მნიშვნელობა აქვს? რა ურთიერთობაც გქონდათ, მეგობრებო? ის აღარ აქვს. იმ ურთიერთობას უღალატა რაც იყო, ხო? ასეც და ისეც. ძალიან ნანობს ამ ყველაფერს. ძალიან ნანობს, რომ აგიყოლიათ სამკუთხედში. ძალიან ნანობს, რომ თქვენზე უარი თქვა. ძალიან ნანობს, რომ იმედები გაგიცვლათ. ეს თვითონ ნანობს, მაგრამ ამ ყველაფერს თქვენ კი არ გეტყვით. ამ ყველაფერს ძალიან ნანობს. ძალიანაც კარგი. მოდი ერთი სიტყვით ვკითხოთ. დაბრუნების ამბავი. ნუ დაბრუნება უნდა, კი და სიახლეები, მაგრამ რამდენად გამართლებული იქნება. რამდენად სანდო იქნება ამ ადამიანის დაბრუნება. მანიპულაციები, მეგობრებო. მანიპულაციები. მანიპულაციები. გააჩნია ხა მანიპულაციებს. კითხავ მაინც კიდევ. რამდენად იქნება სანდო ეს ადამიანი? მისი დაბრუნება რამდენად სანდო იქნება? გადაწყვეტილების წინაშე. თქვენი გადასაწყვეტი იქნება მეგობრებო, ამ ადამიანს დაიბრუნებს თუ არა. მისი მის მანიპულაციებს თუ არ მოიშლის, იმ შემთხვევაში კიდევ ალბათ გიღირდეთ. ხო, მეგობრებო, ერთი ნაბიჯი წინ, ორი უკან. მეგობრებო, კარგად დაფიქრდით.
კარგად დაფიქრდით და გადაწყვეტილება ისე მიიღეთ. ერთი ნაბიჯი თქვენსკენ, ორი ნაბიჯით უკან. ესეთი იქნება მაინც და კარგი გაფრთხილებას გაძლევთ და არჩევანს თქვენ გაძლევთ კარგი. თქვენ რასაც აირჩევთ, იქნება ისე. ხო, მეგობრებო, ნახეთ რა წერია? სიფრთხილე. სიფრთხილე, ფრთხილად იყავით. ხო. ფრთხილად იყავით. ხა მინდა მე ამ ადამიანის, აი პირველი ადამიანის ამის ნდობა არ ნდობის საკითხი განვიხილოთ ახლა ჩვენ. რამდენად სანდო იქნება ეს პირველი ადამიანის დაბრუნება ურთიერთობაში. მაინც გავარკვიოთ მეგობრებო. აღარავინ აღარა სანდო დღეს. მეგობრებო, ქვევიდან რა კარტია. მაინც გავარკვიოთ. რამდენად სანდო იქნება ამ ადამიანის დაბრუნება. ვერც ეს ადამიანი ვერ გამოიყენებს შანსებს. მინდა გითხრათ, ორი კარტი ამოვიდა. ხო, ნახეთ, მაგრამ მაინც ეცდება. თუმცა რამდენად გამოიყენებს შანსებს, ამასაც დააკვირდებით მეგობრებო. ამ შემთხვევაში. მაგრამ ეს ადამიანი ძალიან იბრძოლებს. აი ხო გეუბნებით, ეს არის მოქმედების კარტი. ხმლები. ეს ადამიანი მოქმედია უფრო. ნებით თუ უნებლიეთ, ეს თავის გრძნობებს მაინც არ დამალავს, თუნდაც აფერისტულად, თუნდაც ისე გამოიყენებს ამ ყველაფერს. აი იმპერატორი მეგობრებო, ხო უყურეთ გეტყვით. იმპერატორი, ანუ სიკეთეს თუ გაგიკეთებს, მარილს არ მოაყრის. ანუ ხვდებით ხო? აი რაღაცა შხათი არა აქვს, გურიაში ასე იტყვიან და ეს ისეთ მოქარგულებს გააკეთებს მეგობრებო. ეს უფრო მეტი მოქარგული, ეს უფრო მეტი მოქნილია, ეს უფრო მეტი ახალგაზრდა, უფრო თანამედროვეა თუ უფრო მეტი ემოციაზე წამოეგებით. ესეც მანიპულატორია მეგობრებო, მაგრამ ანუ რა ხდებათ ხო ხვდებით? როგორ გითხრათ? მე მგონია ხვდებით მე რასაც ვამბობ ჩემო ძვირფასებო. ხო, ერთი სიტყვით და ორი გაგებით. ეს ადამიანიც ძალიან იმოქმედებს. თქვენ იქნებით გადაწყვეტილების წინაშე, ეს თუ ის. იმპერატორი თუ პაჟი. კარგად დააკვირდით ორივეს. თუმცა ეს მეგობრებო, ეს მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდება თუნდაც მისი ამ რაღაც ტინგიცობით ურთიერთობას. აქ ემოცია უფრო იქნება ამ ურთიერთობაში. ხო, აი ემოციას მაინც მოგცემთ ეს ადამიანი. რამდენად ეხლა გამოგადგებათ თქვენ ეს მთელი ცხოვრება, ეს ადამიანი ეს უკვე სხვა თემაა, მაგრამ ემოციას მოგცემთ ეს ადამიანი. თუ თქვენ გაწყობთ მხოლოდ ემოცია, კი ბატონო, მაგრამ აქაც ცოტა ტყუილი ემოცია. მოდი ესე ვიტყვი. ემოცია ტყუილი, მაგრამ ეს ადამიანი ამბობს, რომ არ დაგთმობთ ეს ამბობს, რომ არ დაგთმობთ. ეს უფრო მეტი ახალგაზრდა არ დაგთმობთ. თუნდაც იმ რაღაცით, მოტყუებული ემოციებით, მაგრამ მაინც არ დაგთმობთ, ხო? სასწაულია პირდაპირ თუ გინდოდეს. კარგით, გავარკვიეთ ეს ორი ადამიანი. კიდევ ვინ არის ის, ვისაც მოსვენებას არ აძლევს? ძალიან მაინტერესებს მეგობრებო. რა ვქნა, ჩვენი დღევანდელი თემა ესაა. სხვაგსა არ გვაქვს. აზრი 0. ნუ რატო 0? ბევრს უნდა ესეთი ურთიერთობა, რატომ 0? არა, 0. ბევრი აიღებს ამას, ამ ურთიერთობას. ბევრი ამას აიღებს. ნუ ვის მეგობრებო, ხა ვის როგორ? ხოიცით ახლა გადაწყვეტილებას და გემოვნებაზე არ დაუბენაზე, რომ ყველას თავისებურად მიაჩნია ურთიერთობა. მე არცეც არ ავიღებდი მაგალითად. ხო, მე არანაირი ემოცია არ მაინტერესებს. მე ემოცია არ მაინტერესებს. მე პირიქით ადამიანმა რომ მითხრას მიყვარხარო, იმას პირიქით დაბლოკავ, იმიტომ რომ არანაირად არ მჯერა მიყვარხარ სიტყვის. არ მჭირდება მისი სიყვარული. ხო,
ამჭირდება მისი ემოცია, ამჭირდება მისი დაპირებები, საქციელი და ქმედებები. რას გააკეთებს ჩემ გამო, რას მოიმოქმედებს ჩემ გამო, რამდენ ნაბიჯს გადმოდგამს ჩემსკენ. აბა მე თუ ვიწვალე, თუ მიშრომე, მე თუ ვინერვიულე, მე ძალიან კარგად პატრონობ ჩემ თავს. მე ღამე დაძინების მარტო კი არ მეშინია მეგობრებო. ხო. ამიტომ კარგად დააკვირდით. ნამდვილად რომელი საუკუნეა. არ ვარ იმას აქში სიყვარულობანა რო ვითამაშო. არაფერში არ მჭირდება მეგობრებო. დაფასება თუ ადამიანში, მივიღებ იმ ადამიანს, ვინც დამაფასებს. მთელი ცხოვრება ერთგული ვიქნები, გეფიცებით. ვერანაირი სიყვარულს ვერ დავანახებ, მაგრამ ერთგული ვიქნები, ადამიანურად მოვიქცევი. დავაფასებ უბრალოდ. სიყვარული რა ვიცი, მაგრამ დავაფასებ. ეხლა მიხვდით როგორია მაგიო იტყვის ბევრი, როგორია და ასეთი. ასეთი. ქალს არ უნდა უყვარდეს. მეც მაინტერესებს. ქალს არ უნდა უყვარდეს. მამაკაცს უნდა უყვარდეს. მაგრამ ეხლა მამაკაცებზეც არა. მამაკაცების შემთხვევაში ბევრი ქალი აშავებს. ასეც არის. კი მორიელ, მე შენს მხარეზე ვარ. შენ შემთხვევაში შენს მხარეზე ვარ მორიელ. კიდევ იქ გუში რო ვთქვი, გუჯას მხარეზე ვარ კიდევ ბევრი მყავს ბიჭები, მეგობრები, რომლის მხარეზეც ვარ მეგობრებო. კი, იმიტომ რომ მე ვიცი ამათი სიტუაცია ძალიან კარგად, ასე რომ მე ამათ მხარეზე ვარ. ამ ბიჭების შემთხვევაში ბიჭების მხარეზე ვარ. ხო, საკუთარი თავი უნდა აირჩე ყოველთვის. როდესაც არჩევანის წინაშე დაგაყენებს ადამიანი, ნამდვილად საკუთარი თავი უნდა აირჩიო და ხო და ავირჩიე მე საკუთარი თავი და ძალიან სწორი გადაწყვეტილება მივიღე. არას თქმა უნდა ისწავლოთ მეგობრებო, ბიჭებმაც და გოგოებმაც. ამდენიც გინდა იმდენი. კიდევ ვინ არის ის, ვისაც მოსვენებას არ აძლევთ? კიდევ ვნახოთ მეგობრებო, კიდევ ვნახოთ. ხო, ნამდვილად არ აძლევთ ვიღაცას მოსვენებას. ნამდვილად არ აძლევთ მოსვენებას ვიღაცას. ნამდვილად, ხო. ეს შეიძლება იყოს სასწორი ზოდიაქო. ვისაც მოსვენებას არ აძლევთ. ადამიანი, რომელიც შორიდან გიყურებთ. ადამიანი, რომელიც მთვარეშია. ადამიანი, რომელმაც თითქოს ორპირობა გამოიჩინა თქვენთან. მოგატყუათ, რაღაც შეცდომები დაუშვა. ვინ არის ის? ვინ არის ის? ადამიანი, რომელიც ერთგულებას გპირდებოდათ, ადამიანი, რომელთანაც სასწაული თუ გინდოდეს. ადამიანი, რომელზეც ძალიან ნერვიულობთ, თქვენ? თუ ის ადამიანი ნერვიულობს, მეგობრებო, ძალიან დამაბნია ხო ამან. ვინ არის ის? ადამიანი, რომელიც მოულოდნელად გაქრა თქვენი ცხოვრებიდან. აი სრულიად მოულოდნელად გაქრა ცხოვრებიდან და ასე მოულოდნელად გამოჩნდება თქვენ ცხოვრებაში. ხო. მოულოდნელად მეგობრებო. ადამიანს, რომელსაც ყავს ტრანსპორტი, საკუთარი ტრანსპორტი. ეს შეიძლება იყოს ღია ფერის. ყოველ შემთხვევაში შავი არა. რაღაც შეიძლება ღია ფერის, ისეთი ფერის, რაღაცნაირი. მანქანა. ხო. კიდევ. ადამიანი, რომელიც შეიძლება თქვენ ამყარებდით ძალიან ბევრ იმედებს ამ ადამიანზე. ვინ არის ის? ვინ არის ის? ადამიანი,
ადამიანი, რომელთანაც შეიძლება გქონდათ ფარული ურთიერთობა, მეგობრებო, ამ ადამიანმა არ გაღიარათ. ეს კიდევ სხვა ტიპაჟია, რომელმაც არ გაღიარათ. ეს ეხა ყოველას არ ეხება, იცით ხო? საჯაროა, ამიტომ ყველა თქვენ თავზე ნუ მიიღებთ ყველა სიტუაციას, მეგობრებო. დაუტოვეთ ერთი რომელიმე სხვას. ხო. ამიტომ ნახეთ ეხლა რა ხდება აქ. ადამიანმა, რომელმაც გაერიდა ამ ურთიერთობას. ადამიანი, რომელიც შეიძლება იყოს ბიზნესმენი, რაღაც ბიზნესი კონდეს თავისი. ხო, ადამიანი, რომლიდანაც ელოდით დახმარებას და რომელმაც ზურგი გაქციათ. ადამიანთან, რომელთანაც იყავით დაფარული. ანუ ამ ადამიანთან ყოფნა არავინ არ იცოდა. მეგობრებო, კარგად მოусმინეთ, რასაც ვსაუბრობ. ამ ადამიანთან გინდოდათ ცხოვრების დაწყება ახალი ფურცლიდან, სულ ახალი და ეს არ მოხდა. ესეთი ადამიანი ვერ ისვენებს თქვენს გამო. ძალიანაც კარგი, კიდევ რას გვეტყვის? მეგობრებო, ვისთანაც გქონდათ სურვილი ნიშნობის, ქორწინების, ურთიერთობის, მომავალი და გეგმილი გქონდათ. ნიშნობა, ქორწინება. კი, მეგობრებო. ვისთანაც გინდოდათ სერიოზული ურთიერთობა. ადამიანი, რომელთანაც იყავით სამკუთხედში. სამკუთხედი შეიძლება იყოს ყველანაირი, მრავალფეროვანი. ადამიანი, რომელმაც თქვენს გარდა ყველაფერი აირჩია. აი ესეთი ადამიანი, მეგობრებო, ხო, ვერ ისვენებს. აღარ გვინდა სიმპათიური მაიმუნი. ზუსტად ანა მარია. მეგობრებო, იმაზე ბედნიერება არ არსებობს, სადაც საკუთარ თავთან ხართ ბალანსში და გიყვარს ეს თქვენი თავისუფალი ცხოვრება. დედას გეფიცებით, ამ დასკვნამდე მიდით თქვენ და მერე მეტყვით მე პასუხს. გონებრივად რო დაისვენებთ, რო არავიზე აღარ ფიქრობთ, რო არავიზე აღარ გეფიქრება და აღარ გედარდებათ, ამაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს. ხო. კიდევ რა მინდაო ამ ადამიანმა? რატო ვერ ვისვენებო, მეგობრებო? იმიტომ რომ გავემგზავრეო, სადღაც გავემგზავრეო. ხო, ფინანსებზე გავემგზავრე და არ გამემართლაო. მეგობრებო, ადამიანი, რომელიც თქვენს გარდა ყველას და ყველაფერს აირჩევს. ადამიანი, რომელიც ზურგს შეგაქცევთ, სხვის გამო, სხვა სიტუაციის გამო, ფინანსების გამო, უბრალოდ არც მოგისმენს, ხო? ესეც ღალატია. ამიტომ არის მისი ცხოვრება ახლა ჯოჯოხეთი. ფინანსები დაიკეტა. ცხოვრების გზა რთულია. აი ეს სირთულეებია. არის თავის სამკუთხედებში, უპასუხისმგებლობაში. როგორ ფიქრობთ ახლა თქვენ, მეგობრებო? თქვენ გონიათ რომ სამყარო უსამართლოა? არა. სამყაროა ზუსტად სამართლიანი და ესეთ ადამიანის თავის რო იტყვიან ადგილზე აჯენს. ხო. ეკლიან სკამზე აჯენს ზუსტად და ძალიანაც კარგი. აი ასე, მეგობრებო. ზუსტად. რა მინდაო ახლა ამ ადამიანმა? აი რა მინდაო ეხლა რა მინდაო? რაც უნდა და ის ხომ მიიღო? ხო, რაც უნდა და ის ხომ მიიღო? ეხლა რა უნდა? რა ვერ ასვენებს? ეგოისტობა, არასტაბილურობის შიში, უთქვენობის შიში. კიდევ. ხო, ანუ მეგობრებო. რა ვერ ასვენებს და მოსვლა უნდა. თუ ყავდა თეთრი მანქანა, ახლა შავი მანქანით მოსვლა უნდა. გაპრანჭვა უნდა, გაგეპრანჭოთ უნდა, დაგანახოთ უნდა რომ ნახე მე უფრო შევიცვალე, მე უფრო უკეთესი ვარ. ანუ რაღაცით უნდა რომ მოგაწონოთ თავი, ვაი მის პატრონს უბედურს. გულში ცაცხლი უნთია ამ დროს. რის ფასად უჯდება ეხლა ეს ყველაფერი, ნეტად უიცით მეგობრებო. ხო. რის ფასად უწევს ეხლა ამ ყველაფრის მიღწევა? ძალიან რთულად ეძლევა ეხლა თქვენთან მოსვლა.
ნურას უკაცრავად. არ გეგონოთ ადვილი, დობის დაბრუნება. ხო, ზუსტადაც. აი ჩემ შემთხვევაში ეს სიტუაცია უფრო ემთხვევა. აი ეს. ხო. არც ის არა, ეს უფრო ემთხვევა ჩემ შემთხვევაში. აი ეს სიტუაცია ეხლა მეგობრებო. ესაა უფრო საჩემო. ხო, ამ ადამიანს უნდა ამაზე მუშაობა. ამ ადამიანს ამ თქვენს ურთიერთობაზე მუშაობა უნდა. და უნდა რომ შედეგები იქონიოს. ხო, იცით რა, ეხლა ეს იმათთან განსხვავებით ეს კიდე ცოტა რაღაცნაირი სხვანაირია. ეს ადამიანი, ხო. ისინი ხო საერთოდ, ესენი ეს ორი მეგობრებო ძალიან განსხვავებულებია და აი ეს კიდე სულ სხვა ტიპაჟია ეტყობა. ხო, კიდევ რა, ამ ადამიანს უნდა ურთიერთობაზე მუშაობა, თან წრფელი გულით უნდა, ამაშია სხვაობა. ისინი ორი აფირისტები არიან. ხო, მამა აბრამის ბატკნები და ამასთან კიდე შეიძლება რაიმე გამოვიდეს, ვთქვათ. ნახოთ ახლა ესეც. ხო, შემოსევა, აბა რა. ხო, ეს ადამიანი ამბობს, რომ აქამდე იყო უპატიოსნო თამაში და აქამდე იყო მხოლოდ ინტერესები, ანუ ხო გეუბნებით, ფარული იყო ეს ურთიერთობა და ამ ადამიანმა არ გაღიარათ, მაგრამ ეხლა რას ფიქრობს ნახეთ. ეხლა პირიქით ფიქრობს მეგობრებო. აი? მეგობრებო, ეხლა სულ სხვანაირად ფიქრობს. ნახეთ? მოსვლა უნდა, წარსული ინტერესებით არა, აღიარებით, ურთიერთობაზე მუშაობით და მთელი ამალა სურვილებით. ტრანსფორმაცია უნდა ამ ურთიერთობის. ამიტომ ვამბობ მეგობრებო, კარგად მოусმინეთ, როდესაც ასეთი გაშლებია, კარგად მოусმინეთ. ყველას ერთმანეთში ნუაურებთ. ხო. ეს სულ სხვა ტიპაჟია. მეგობრებო, ტრანსფორმაცია ურთიერთობის. სტაბილურობა ურთიერთობაში. ეს ადამიანი უკან არ დაიხევს თავისი მიზნების მისაღწევად. ამისთვის კიდევაც იბრძოლებს. ხედავთ ხო, როგორი განსხვავებულია და ამ ადამიანს უნდა თქვენთან 7 ურთიერთობა. გავიმეორებ იმ ორთან განსხვავებით. ბოლოს მაინც ვნახავთ რა ხდება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში სხვაობას ნამდვილად მიხვდებით. ხო. ძალიანაც კარგი მეგობრებო. რამდენად გამართლებულია ეს ურთიერთობა? ეხლა უნდა ვკითხო. აი ეს ურთიერთობა, ამ ადამიანის მოსვლა, რამდენად სანდოა, რამდენად გამართლებულია. ხო, ცვლილებები, მეგობრებო, ცვლილებები. ანუ, აქამდე თუ იყო ცუდად ყველაფერი, ამ ადამიანს უნდა რომ ეხლა ყველაფერი შეცვალოს. იმიტომ უნდა შეცვალოს, რომ რაც აქვს ეხლა მას იქ, არაფერი არ ახარებს. ეხლა იქ რა აქვს, ჩვენ ამას არ ვეძებთ. რაც აქვს, ის არ ახარებს. ამ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს ფინანსები, ფეხზე კარგად იდგეს. მისი მანქანაც ყავს, აქ ჩანს, რომ მისი ტრანსპორტიც ყავს, მისი ცხოვრებაც აქვს. ეს არის სიმდიდრის კარტი, მაგრამ ეს რაც აქვს ამ ადამიანს არ ახარებს. ხო, ძალიან მოტყუებული დარჩა მეგობრებო, ნუ რა ვქნათ, რაღაც რაც აქამდე იყო, ეს იყო პატივმოყვარეობის შელახვა თქვენთვის, იცის მან რომ თქვენ ძალიან გული გატკინათ, ფაქტიურად რო იტყვიან ამოგაყირავათ თავისი რაღაც ტყუილების საქციელებით და ერთ წრეზე სიარულით, მაგრამ ეხლა ამ ადამიანს უნდა ნახეთ, კომოდა რა კარტია. ამ ადამიანს უნდა რომ ეს ყველაფერი მოაგვაროს. ამ ადამიანს უნდა რომ აი ეს ყველაფერი დაივიწყოს, ეს ყველაფერი დავიწყებას მიცეს, გამოასწოროს ეს სიტუაცია და აქ წერია რომ აი განკურნება, ანუ ამ ყველაფრის მერე თითქოს დრო მკურნალია და ხო მეგობრებო. და ყველაფერი შეიძლება უკეთესობისკენ გამოასწოროს. ხო, ეს არის კოშკი, მაგრამ რაოდენადაც ნგრევისა
იმდენად ეს არის ურთიერთობის გაგრძელების ჩემო ძვირფასებო, ასე რომ ეს ადამიანი ფიქრობს ამ ურთიერთობის გაგრძელებას, ამ ურთიერთობაზე მუშაობას, განკურნებას მეგობრებო და ამბობს რომ მარტო სული ვარ უშენოდ. ძალიან ეშინია დაგვიანების ამ ადამიანს, ფიქრობს ხوار დააგვიანა, ანუ უკვე ხوار დააგვიანა, მაგრამ მაინც მოვა, იმიტომ რომ თქვენ ხართ მისი მონეტების დედოფალი, მეგობრებო. აი რა ვთქვა, მეგობრებო, რა ხართ მისი. მეგობრებო, რა ხართ მისი. თუმცა ამ ადამიანს ეს ყველაფერი უკვე ძალიან რთულად ეძლევა, მაგრამ თქვენთან ოჯახი უნდა. ძალიან რთულია მისთვის თქვენი ნდობის დაბრუნება ამ შემთხვევაში, მაგრამ თქვენთან ოჯახი უნდა. თქვენთან ოჯახი უნდა, გეფიცებით, მეგობრებო, ხო ხედავთ? თქვენთან ოჯახი უნდა ამ ადამიანს. აი ეს არის კარგი ამბების მომტანი, მნიშვნელოვანი ამბების მომტანი, მნიშვნელოვან ამბავს გაიგებთ ამ ადამიანიდან, ან თვითონ გეტყვით ამ ამბავს, ან მისგან გაიგებთ, ან მასზე გაიგებთ მნიშვნელოვან ამბავს. კარგ ამბავს. ხო, ტიპი რა ოცნებებშია. რა ვქნათ, ეხლა ოცნებას არავინ მოუკლავს. ამის უფლებას ვერ წაართმევთ, მეგობრებო. საქმეც მაგაშია. ყველას აქვს ოცნების უფლება. ყველას. ამიტომ ამას მე ვერავინ ვერ წამართმევს. ასევეა ისიც. ხო, ოცნებობს კი. ნახეთ? მოსვლა, სტაბილურობა და ოჯახი. სტაბილური ოჯახი. კი. აი ხო გეუბნებით, აქამდე თუ იყო დამალული ურთიერთობა და ამბობს რომ ეს იყო ფარული ურთიერთობა, ადამიანი სადაც თქვენ არ გაღიარებდათ, არ გღებულობდათ, თქვენზე არ საუბრობდა არავისთან, ეხლა მოვა აღიარებისთვის, ოჯახისთვის, ეს ადამიანი იზრუნებს იმაზე, რომ თქვენი რეპუტაცია აამაღლოს, განაახლოს და ანუ თქვენ ხართ მისთვის ადამიანი ძალიან ისეთი სიყვარული, სტაბილური სიყვარული. გეფიცებით. ეხლა რაოდენ გასაკვირი არ უნდა იყოს, ამბობს ადამიანი, რომ აქამდე თუ ვიქცეოდი უპატიოსნოთ და გექცეოდი, ეს ყველაფერი აღარ მინდა. რაღაცნაირად შეიცვალა. ტრანსფორმაციაშია ეს ადამიანი, მეგობრებო. ძალიან იცოდეთ, რომ ძალიან ბევრს ნიშნავს ტრანსფორმაცია. აი მეორე ოჯახის კარტიც აგერაა თქვენთან. საწავიდა ეხლა აქ იყო. ვიმე, აგერა, მეგობრებო. მეგობრებო. ხედავთ ხო? ცხრიანების თასი, ათიანების თასი. ტრანსფორმაცია, ცხრიანების მონეტა. ყველაფერი უნდა თქვენთან ერთად. თქვენთვის, თქვენთან ერთად. მე არ ვიცი ხარ რამდენად გჯერათ, მაგრამ სანდო ესენი არ არიან, ამასთან უფრო შეიძლება ურთიერთობის დაბრუნება და აწყობა, გაგრძელება ურთიერთობის. კი, ნუ რა ვქნათ ეხლა. ვისთან როგორ რეზონირდა ჩემო ძვირფასებო, თუ კი მე გამაგებინებთ, მადლობელი დაგირჩებით. თქვენი გადასაწყვეტია, მოკლედ რო იტყვიან. სანთელი გადმომრებია. კვირის ბოლოს. კვირის ბოლოს დავწყვილდებით გეშველებაო. ხო. მეგობრებო. მოდის თქვენი პარტნიორი. თქვენი პარტნიორი მოდის სამართლიანად თან. თან სამართლიანად მოდის, მეგობრებო. გულწრფელად და მისი სურვილებით. კარგი ქმედებებით. ხო. და ასე ყოფილიყოს. ეხლა ხო არ დაიღალეთ ჩემო ძვირფასებო, ესეთი იყო ტაროს
დასტით ჩვენი დღევანდელი დღე. ძალიან მიყვარს ეს ტაროს დასტა, ზოგადად ყველა ჩემი დასტა მიყვარს, მეგობრებო, ყველა თავისებურ მოვალეობას გვისრულებს. მადლობა უფალს და სამყაროს და ამ ყველაფერს, რომ სარგებლობთ რაღაც დოზით, მეგობრებო, იმიტომ რომ ჩვენი ცხოვრება შევცვალოთ. მხოლოდ ეს დროის ტარება და აქ ყოფნა იმას არ ნიშნავს, რომ მხოლოდ ესე დავრჩეთ. აქ გაგებული ინფორმაციით ჩვენი ცხოვრება ცოტა უნდა შევცვალოთ. მეგობრებო, უკეთესობისკენ, სასიკეთოდ. მოკლედ, გავაგრძელებ ახლა ჩვენს მდგომარეობას. ეს სათელი ძალიან მინდა რომ იყოს აქ. ერთი წუთით, მეგობრებო. ერთი წუთით, ხო. ასე. ახლა ვკითხოთ ჩვენს ასტრაბარათებს. მოკლედ, ვის არ აძლევთ მოსვენებას და რატომ ეს გავიგეთ, მაგრამ აი რა გაქვთ ესეთი, ეხლა უნდა დავსვა ესეთი შეკითხვა. აი ზოგადად რატომ არ აძლევთ ამ ადამიანებს, ზოგადად ადამიანებს მოსვენებას, რა არის ისეთი, რაც თქვენ გაქვთ, რითაც ხალხს იზიდავთ, ადამიანებს იზიდავთ, მეგობრებო. ასეა თუ ისეა, ვისაც იზიდავთ. რა არის ისეთი, რა ენერგიას ფულობთ, იქნებ თქვენც არიცით და გაინტერესებთ. რა არის ის, რითაც ადამიანებს იზიდავთ? რა არის ისეთი, რითაც ადამიანებს იზიდავთ? რა საინტერესოა. აი მეგობრებო. სულიერება. ეს არის სულიერების კარტი. ეს არის გულწრფელი ადამიანის კარტი. ბარათი. ეს არის სულიერად ამაღლებული, მაღალ ვიბრაციებში მყოფი ადამიანის ბარათი. ეს არის ბარათი, სადაც ადამიანს უყვარს ბუნება, ადამიანს უყვარს სიცოცხლე, ცხოველები, ფრინველები. აი ხელით ნაკეთობა, ხელს რასაც მოკიდებს, ყველაფერს გულით აკეთებს. გულით, სულით, მთელი არსებით, მთელი რწმენით და მთელი ემოციებით აკეთებს ყველაფერს. ამ ადამიანმა ხელი რასაც არ უნდა მოკიდოს, ყველაფერი გამოდის. ამ ადამიანმა ვინმეს ცხოვრებაში თუ მოხდა, ანუ ყურეთ, პირიქით ვიტყვი ახლა. ამ ადამიანის ირგვლივ ვინც მოხდება, მეგობრებო, ხო, ისეთი გარემოება იქმნება, რომ სულიერად მშვიდდება ყველა. სიმშვიდის მატარებელი ადამიანია. აი რაღაცნაირად სულიერად დაისვენებთ ამ ადამიანთან. სულიერად განიტვირთებით, სულიერად განეწყობით. აი სულიერად დაისვენებთ, ამაღლდებით. აი რა ვთქვა? კიდევ რა ვთქვა, მეგობრებო? მარაგი არ მაქვს სიტყვების. აი ვერ აღვწერ. კიდევ. ამ ადამიანს ყველაფერი უყვარს. ამ ადამიანს სიცოცხლე უყვარს. ამ ადამიანს ყოველთვის აქვს ის ენერგია, ზუსტად რაც თავში ვთქვი თქვენზე. თუ გახსოვთ თქვენი დახასიათება, თქვენ ხართ ის ადამიანები, მკვდარიც და დაღლილიც და კანცულიც მაინც სხვისკენ წახვალთ დასახმარებლად. აი ეს ხართ თქვენ. კი ბატონო, კინაღამ იტალიურად გიპასუხეს სიმეთქინ. ხო, ნამდვილად მასეა. აი როგორ გახასიათებთ უბრალოდ ბარათები. სასწაულია, მეგობრებო. ხო. კიდევ რა ენერგიას ფლობთ ისეც? მეგობრებო. სიყვარული. ორი კარტია. უი. ხო. მეგობრებო, ჯერ ამას ვიტყვი. აი უპირობო სიყვარული. რა თქმა უნდა, უპირობო სიყვარული შეგიძლიათ. ერთ გულის სიყვარული შეგიძლიათ. მთელი ცხოვრების სიყვარული შეგიძლიათ.
შეგიძლიათ ადამიანებს გზა გაუნათოთ, დღისითაც და ღამითაც. შეგიძლიათ ადამიანებს უმოწყალოთ და ეხმაროთ. აი არ ვიცი რა ვთქვა. ეს არის დიდი გრძნობებით, მთელი ემოციებით, მთელი დატვირთვით ადამიანს ხელს გაუწოდებთ. აი რა ვთქვა. ესეთები ხართ თქვენ. ესეთი ენერგია გაქვთ თქვენ. კიდევ როგორი ენერგია გაქვთ? ეს არის კიდევ ნიჭი გაქვთ, ეს არის ნიჭის კარტი. ნიჭიერი ადამიანები ხართ. უნიჭიერესები ხართ. ზებუნებრივი ძალა გაქვთ. თქვენ კიდევ შეიძლება ენერგიას ღებულობდეთ მზისგან. მზისგან მეგობრებო. კი. თქვენ იცით ადამიანებს როგორ დაეხმაროთ. თქვენ ეს ძალიან კარგად იცით, ვის რა ჭირდება, აი იმით, დიდთან დიდი ხართ, პატარასთან პატარა ხართ. აი ისეთი ინფორმაცია მოდის ახლა, აი მეგობრებო, არ ვიცი, მინდა რომ ყველანაირად თქვენამდე მომიტანო. არ თქვა მასე ანა მარია. მეგობრებო, ესეთი სიტყვები საკუთარ თავს არ აკადროთ. ანა მარია მეორეჯერ არ თქვა ესე. გხუპავს თუ არ გხუპავს მეგობრებო ეს სიტუაცია და ესეთი საქციელი. ჩვენი მაინც უნდა გავაკეთოთ, დანარჩენი უფალს მიანდეთ. ხო. საკუთარ თავს ესეთი რაღაცა არ აკადროთ მეგობრებო. აი შე რო ეხა ესე ეტყვის საკუთარ თავს, სხვა რას გეტყვის? ეს მეორეჯერ აღარ გაიმეოროთ. ხო. ზუსტად მეგობრებო. ძალიან ნიჭიერები ხართ. ძალიან ემოციურები ხართ. ამ ყველაფერს ემოციით აკეთებთ. მერე თქვენ ენერგიას ივსებთ კიდევ მზიდან მეგობრებო. კიდევ როგორი შთაბეჭდილება მრჩება. ისეთი სიტუაცია შეიძლება შეუქმნათ თქვენ ადამიანებს მეგობრებო. აი თქვენთან ერთად რო დაჯდება ადამიანი, ხო? აი მოგზაურობა შეუძლია, თუნდაც საუბარში. ყველანაირ თემაზე შეგიძლიათ ადამიანს გაუგოთ და ესაუბროთ. არ ვიცი, რამდენი ხართ ასე მეგობრებო, თუ ვწდები. ნებისმიერ თემაზე ისაუბრებთ, ნებისმიერ ადამიანთან. სოფლიოს მასშტაბით. აი სულ სხვანაირი აზროვნება გაქვთ, სულ სხვანაირი ხედვა გაქვთ. დიდთან დიდი ხართ, პატარასთან პატარა ხართ. კამათის დროს კამათი შეგიძლიათ, ჩხუბის დროს ჩხუბი შეგიძლიათ, საუბრის დროს საუბრი, ყველაფერი თავის დროზე შეგიძლიათ. ისიც იცით, ვისთან როგორ უნდა მოიქცეთ. თქვენთან ერთად ადამიანი ბალანსია. აი უკეთილშობილესები ხართ მეგობრებო. აი რა ვთქვა? ძალიან თბილები, ძალიან ერთგულები, უბოროტოები, ძალიან მოსიყვარულეები. აი სიყვარულს ამჟღავნებთ. მიუხედავად იმისა, გიბრუნებთ თუ არა ამ სიყვარულს სხვები, თქვენ მაინც ამჟღავნებთ მეგობრებო, მაინც აძლევთ. ამის თქმა მინდა. სწავლები ხართ უბრალოდ. აი ამიტომ არ აძლევთ ხალხს მოსვენებას. აი როგორ ხართ ესეთები? ფიქრობენ, მეგობრებო. ფიქრობენ როგორ ხართ ესეთები? აი ესაა ზუსტად თქვენ რო ხიბლავთ ადამიანებს. აი ესაა თქვენი მაგია. აქ ჩამოთვლილი, რაც ვთქვით ახლა, აი ესაა თქვენი მაგია. აი ესაა რო ხალხს იზიდავთ. ამით არ აძლევთ ხალხს მოსვენებას. კარგი გაგებით. რატო გაქვს შოკი? არ იცოდი ესეთი რო იყავი? რატო გაქვს შოკი? მეგობრებო, საკუთარ თავს თუ არ აფასებთ, მაგი არ ვიცი. ხო. ესაა თქვენი ძალა, ესაა თქვენი მაგია. აი ეს ხართ თქვენ, მაგიური ადამიანები ხართ მეგობრებო.
საიდუმლოებებით მოცული ადამიანები ხართ. არაცნობიერი კონტაქტი გაქვთ და შეგიძლიათ კონტაქტი ადამიანებთან. ამას თქვენ არაცნობიერებთ, ვერაცნობიერებთ, ეს თქვენშია, მეგობრებო. ამას თქვენ ვერც აკონტროლებთ. ეს ბუნებით ხართ ესეთები. ოღონდ მაგები, კარგი გაგებით. ხო. კიდევ როგორები ხართ, უყურეთ ახლა. ეხლა გეტყვით. რაცაც ეტყვით ადამიანს. ხო, მაგალითად რჩევას მიცემთ. ხო? ან ეტყვით. ეს ასე არ გამოვა, ესე უფრო ჯობია. ზუსტად ისე ჯობია, მეგობრებო. თქვენს სიტყვას ძალა აქვს, თქვენს გაფიქრებას ძალა აქვს. აი, თქვენ ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ ფიქრებთან. ცხელგულზე რო ადამიანს უსურვოთ, ცუდი, მწუთას მისდის, მეგობრებო. ძალიან უნდა აკონტროლოთ ფიქრები. ფიქრები, მეგობრებო. რას გაიფიქრებთ წამებში? ხო. არადა თქვენგან ცუდის ფიქრი არ შეიძლება. თქვენგან ეს არ შეიძლება, მეგობრებო. გარწმუნებთ. თქვენ ისეთ დაგახასიათებთ პირველი დასაწყისი კარტის ისეთია, რომ არაფრით არ შეიძლება თქვენ ვინმეს რაიმე უსურვოთ ცუდი. იმ წუთას უხდება და ეს თქვენთვის არ შეიძლება. თქვენთვისვე არ შეიძლება, მეგობრებო. ნებით თუ უნებლიეთ. მაგრამ დაუკვირდით აწი დღეიდან ყოველთვის სურვილებს, ვის რას უსურვებთ. ცუდზე ვამბობ, ვამახვილებ ყურადღებას. აბა კიდევ რას გვეტყვის? აი ესეთი ენერგია გაქვთ. ამიტომ არ აძლევთ მოსვენებას ადამიანებს. თქვენ კიდევ რაც არ უნდა დაგიშაოთ ადამიანებმა, ხო გეუბნებით. ზოგს თქვენი არ ესმის, ეს ერთი. ძალიან ბევრი ვერ ხვდება თქვენსას. საიდან ამდენი? ეს თქვენი ქვეცნობიერია, მეგობრებო. აი ესა თქვენი ძალა. აი ზუსტად ეს. იმიტომ გიყვართ მარტო ყოფნა. ბევრი ჩემნაირები ხართ. თქვენ თუ ხვდებით ახლა, ბევრი ჩემნაირი ადამიანები ხართ. კი. ჩემნაირობაში რასაც გულისხმობ, მიხვდებით. აი ამას. იმას, რასაც მე ვაკეთებ. ხო. ამიტომ არ ესმის, ჩემი არავის არ ესმის, მეგობრებო. ჩემს სანათესაოს, ჩემს ოჯახის წევრებს. ბევრს ჩემი არ ესმით. ისე ხართ თქვენც. ქვეცნობიერი გაქვთ რაღაცნაირი. აი არაცნობიერთან კონტაქტი გაქვთ. გაუცნობიერებლად, მეგობრებო. ხო. ბატონო. ხო გეუბნებით, ვისაც რას უსურვებთ და ეს არის სურვილების კარტი. კარგად, მეგობრებო, კარგად დააკვირდით და აკონტროლეთ თქვენი სურვილები, ვის რას უსურვებთ. ხო. ვის რას უსურვებთ, მეგობრებო. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. იმიტომ რომ თქვენგან გასული სურვილები პირდაპირ ჯდება ადამიანთან. არ შეიძლება. ხო. და კიდევ ერთიც. თქვენ რო უსურვოთ ადამიანს, მარტოობა მარტო იქნება, მეგობრებო. ბატონო. მეგობრებო. თქვენ თუ უსურვეთ ვინმეს, მერთმა მარტო დაგარჩინა, მერთმა გაგდებული და გამყოფოს, მერთმა გამოგაგდონო, მერთმა წრიხი დაგაზილოს, შენებაო მსგავსი ვინმეს რამე თუ უსურვეთ, მეგობრებო, ხო. კი, მეგობრებო. ხო. ეს პირდაპირ მიუვიდა, ან მისდის. ნამდვილად მასეა.
ამ სურვილს არ აუშავს, კაი, სიკვდილი არ უსურვოთ ვინმეს. ამას არ აუშავს. ეს გეპატიებათ. ხო. მაგრამ იცოდეთ რომ პირდაპირ ჯდება მეგობრებო თან იმ ცხელგულზე, იმ გამწარებულ გულზე, რომ თქვენ გონებაში ამ ყველაფერს გაუშვებთ სამყაროში მეგობრებო. თუნდაც რომ გაიფიქრებთ, მეგობრებო. ფიქრიც უნდა აკონტროლოთ, გეფიცებით. ის იმ წუთას ხდება. იმ წუთას ახლა შეიძლება რაღაც დრო დაჭირდეს, მაგრამ ხდება. ზუსტად ისე ხდება. დაუკვირდით აბა. თუ ვიტყუები ახლა მე. ხო. სურვილი კიდე. ვისაც რასაც უსურვებთ, ყველაფერი მისდის მეგობრებო. დედას გეფიცებით, ეს სურვილის კარტია. ვისაც რასაც უსურვებთ, პირდაპირ მიდის იგი. ადრესატთან მიდის ზუსტად. არსად არ უხოვს მეგობრებო. პირდაპირ კარებთან აკითხავს. ხო, ასე რომ არ დაწყევლოთ. დანარჩენი რაც გინდათ იგი უსურვოთ. ხა, გაგდება, გამოგდება უსურვეთ. ხა. ბოლო-ბოლო რაც ჩემთვის გინდოდა ის გქონოდეს, ეს მაინც უთხარით მეგობრებო. არ დაწყევლოთ. არავითარ შემთხვევაში არ დაწყევლოთ მეგობრებო. პირდაპირ უხდება. პირდაპირ უხდება მეგობრებო, ოცნებები ამ დროს. ხო, ასე რომ ესეა კი ჩემო ძვირფასებო. აი ეს ძალა გაქვთ თქვენ. ესაა მოსვენებას რო არ აძლევს ადამიანებს. აი ჯადოქრული ძალა გაქვთ. ოღონდ კარგი გაგებით. ჯადოქრები ხართ. აი გადავარდა. აი ეს ხართ. კარგი გაგებით. ხო, ეს ხართ. ეს უნდა აღიაროთ მეგობრებო. საკუთარ თავთან აღიარეთ. მიიღეთ ეს შესაძლებლობა. რატომ არ ღებულობთ? რისი გეშინიათ, ჩემო ძვირფასებო? ბევრს გაქვთ ეს საქმე და საწყები ჩემსავით, მაგრამ ბევრი თავს იკავებთ. მაინც მოხვალთ აქამდე. რატო შეგეშინდა ანა მარია? ამის შეგეშინდა ადამიანო? მეორე გადამივარდა, გამიბრაზდა პირველი. ამ ახალს მოვკიდე ხელ და მეორე გადავარდა მეგობრებო. გეფიცებით, გამიბრაზდა. ხო. შევაბრუნე რომ არ მინდა დამინახოთ. არ მინდა რომ დამინახოთ. აი ეს გადამივარდა მეგობრებო პირველი. გამიბრაზდა რომ ეს არ ავიღე. აზზე ხართ? ხო. ოხ, მოკლედ, ოხ. ხო, მეგობრებო, ასეა საქმე კი. ამიტომ მეგობრებო. ეხლა მე რაც ვთქვი, თქვენ ძალიან კარგად უნდა ხვდებოდეთ. რაც ვიგულისხმე, ისიც კარგად უნდა ხვდები, მასაც კარგად უნდა ხვდებოდეთ. ბევრი ჩემნაირი ადამიანი მიყურებთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ თქვენ ადამიანები არ ხართ. ან მე არ ვარ ადამიანი, ამას თუ ვაკეთებ. მე აქამდე უნდა მოვსულიყავი. რაც მე საქმე დავიწყე, უფრო უკეთ ვარ. რაც მე ეს ამ მოღვაწეობას მოვკიდე ხელი, მე უფრო ძლიერი ვარ. ამიტომ მეგობრებო, ეს თქვენ თუ გიწერიათ ბედად, ამას თქვენ გვერდს მაინც ვერაუვლით იცოდეთ. ხო. ესეთი იყო ჩვენი დღევანდელი ლაივი, ძალიან საინტერესო. ჩემთვის ძალიან საინტერესო. იმიტომ რომ ყოველ ჯერზე უცნაურ ამბებს ვგებულობთ მეგობრებო, რაღაცა უცნაურს მაინც ვიგებთ ნამდვილად დამერწმუნებით და ეს ყველაფერი ჩემთვის ძალიან მისაღებია, იმიტომ რომ იმას, რასაც სხვა ჩვენ ვერ გვეტყვის და ბევრ რაღაცას სხვასთან ვერ ვისმენ, ყოველთვის ვუსმენ ჩემს გაკეთებულ საჯარო ლაივებს თუ ჩაწერებს და ძალიან ბევრ რამეს ვგებულობ, იმიტომ რომ
მე თქვენთან როდესაც მოვდივარ ამ საქმით და საუბრობ, მე ვერასოდეს ვერ ვაკონტროლებ საკუთარ თავს, სიტყვებს, გონებას, ემოციას. მერე ყოველთვის მეორე დღეს მე ამ ყველაფერს ვუსმენ. თქვენ ვერ წარმოიდგენთ მეგობრებო, მაგრამ კი. ხო, ყოველთვის ვუსმენ ამ ყველაფერს, დავჯდები, ჯერ გადმოვტვირთავ ტელეფონში YouTube-ისთვის და ატვირთვის დროს, მეგობრებო, ამ ყველაფერს სანამ ავტვირთავ YouTube-ზე, ყოველთვის ვუსმენ და აი გაოცებული ვრჩები. იმიტომ კი არა რომ მე ვსაუბრობ. ისეთი ინფორმაციები მოდის, დედას გეფიცები, გაოცებული ვრჩები. ყოველ ჯერზე ახალ-ახალი. ეს ის არაა შემთხვევა, რომ ერთი და იგივეს ვიმეორებდე ყოველ დღე. ნამდვილად არაა. ამიტომ ჩემო ძვირფასებო, სასიკეთოდ აიღეთ ყველაფერი. იმიტომ რომ ჩვენი ცხოვრება გავაუმჯობესოთ. მე კიდევ მშვიდობიან ღამეს გისურვებთ ყველას. უღრმესი მადლობა ყველას. დღესაც დამავიწყდა ჩემი ქალბატონის აი ამ ქალბატონის გაწმენდა, რო იტყვიან ვერცხლის საწმენდით, ძალიან მინდოდა გამეწმინდა, ძალიან საყვარელი რაღაცაა. და ამ საღამოს მინდოდა და დამავიწყდა. მოკლედ, ჩემო ძვირფასებო, ყავით აი ესეთი მომხიბვლელები, აი დაიხურეთ თავზე ზუსტად ესეთი დიდი ქუდები მე მაქვს, კი, მე მაქვს ესეთები. აი, მე მიყვარს ესეთი ქუდები, შლიაპები. ქუდი არის ჩემი ერთ-ერთი აქსესუარი. ნებისმიერი, თუნდაც ესეთი, თუნდაც ისეთი, თუნდაც კეპკიანი, თუნდაც ჩვეულებრივი ზამთრის ძალიან მიყვარს. ასე რომ, მეგობრებო, საკუთარი თავი უპირველეს ყოვლისა. მშვიდობიანი ღამე ყველას. მადლობა თქვენ სათითაო თითოეულ თქვენთაგანს, უღრმესი მადლობა ყველას. და ძალიან მიყვარხართ, ძალიან გაფასებთ, ძალიან მეიმედებით. ასეა ნამდვილად გულით ვამბობ. ამიტომ ჩემო მეგობრებო, ყველა თითოეული თქვენთაგანის კარგი ამბები და ბედნიერება ნამდვილად მახარებს. ამიტომ იყავით ბედნიერები. რატომაც არა. რატომაც არა, მეგობრებო. უნდა იყვეთ ბედნიერები. საკუთარ თავს უნდა მიცეთ იმის სიტყვა და უფლება, რომ იყვეთ ბედნიერები. უნდა დაპირდეთ. ასე რომ, აბა ხვალამდე დროებით და გელოდებით ვისთან როგორ რეზონირდება კომენტარებში. შეძლებს და გვარად ნამდვილად. აბა დროებით, ჩემო ძვირფასებო, ძალიან მიყვარხართ და მშვიდობიანი ღამე, ბედნიერი დილის გათენება და ბედნიერი ყოველი ხვალინდელი დღე. აბა კარგად.